გმადლობთ. მაშასე სავამშვიდობის ყველას, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება პარაბელუმზე. დღეს საღამოს ბევრი რამაა, რაზეც უნდა გველაპარაკა და რაც წინა ლაივში გვერდზე გადავდეთ. მაგრამ არის კიდევ რამდენიმე მოსაზრება და კომენტარი, რომლებიც უნდა გავაკეთო იტალიაში გაკეთებულ კომენტარებთან დაკავშირებით, რაც ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა და მინდოდა მათზე კომენტარის გაკეთება. არაინდედად. ვინც ეს მოსაზრებები გამოთქვა, მათი პოზიცია საერთოდ არ მაინტერესებს ხორებაში. არამედ უფრო იმაზე მინდა ვისაუბრო, რამდენად მართალია ეს ყველაფერი. სულ მცირე დროის თვალსაზრისით. ეს არის მიმოხილვა, რომელიც X-ზე ვიპოვე, მაგრამ საკმაოდ საინტერესო მომეჩვენა, რადგან ამ პერიოდში ბალტიისპირეთის ქვეყნებზე ბევრს საუბრობენ და ბალტიისპირეთის შესახებ ორი ისტორია, რომელსაც ყვებიან. არის ერთი ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები საფრთხეს წარმოადგენენ რუსეთისთვის, რომ მათ სურთ რუსეთში შეჭრა და არის მეორე ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ რუსებს სურთ ბალტიისპირეთში შეჭრა. მადლობთ. ავიღოთ ეს ორი საკითხი, თქვათ, ჯერ ერთს მივხედოთ და შემდეგ მეორეს, რადგან საქმეები, რა თქმა უნდა, არასდროს არის სრულიად შავი ან სრულიად თეთრი. დავიწყოთ ამით. აქ არის Travaglio სტუმარი, რომელიც ფაქტობრივად ამბობს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების მასიური შეიარაღება შეიძლება რუსეთს რეალურად უბიძგოს მათზე თავდასხვისკენ. თუ ერთ მომენტში დაინახავს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები პოლონეთი და გერმანია იარაღდებიან კბილებამდე, შეიძლება მათ საფრთხე დაღიქვას, არა? ეს გვინდა თუ გვინდა? დიახ, პოლონეთის, გერმანიის, ბალტიისპირეთის ქვეყნების დანახვა და მათი საფრთხედ მიჩნევა, ეს გვინდა? ამას კითხულობს Travaglio. ის ერთადერთი კომენტატორი არ არის, ვინც ამ ბალტიისპირეთის ქვეყნებზე ისაუბრა. საინტერესოა, რომ ყველა ერთსა და იმავეს ამბობს, მათ შორის პროფესორი როსი ურსიც. დიახ, ერთ-ერთ რუსეთი მართლაც შეიძლება ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მაგრამ როგორც შედეგი, ანუ ბალტიისპირეთის ქვეყნები ხელახლა აიახარდებიან. რუსეთი კი მაშ, რადგან თავს საფრთხეში გზნობს, მათში შეიჭრება. დროის საკითხი მნიშვნელოვანია, აქ ორსინი ამას არ ნიშნავს, ამბობს, როგორც შედეგს. Travaglio კი ამბობს, რომ ისინი ხელახლა იარაღდებიან და ამიტომ რუსეთმა შეიძლება დაინახოს ბალტიისპირეთის ქვეყნები კბილებამდე შეიარაღებულები. საინტერესოა, რამდენიმე რამეს დავაკვირდეთ. შემდეგ ყავს ლიმესის დირექტორი, კარაჩოლო, რომელიც არ ესწრება. ყავს არ ვიცი, უნგრეთი და სლოვაკეთი, რომლებიც მეტნაკლებად პუტინის მხარეს არიან. ყავს ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც შეჭრას ისურვებდნენ. რა თქმა უნდა, სუელოცნებებში კარგი არის ასევე ბასილე არის, რა თქმა უნდა, ალესანდრო დი ბატისტა იგივეა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აგიხსნით, რატო არ ემთხვევა ეს ორი რამ დროის თვალსაზრისით. ეხლა ბევრი საუბრობს ბალტიისპირეთის ქვეყნებზე იმის გამო, რაც ხდება უკრაინული დრონების მხრივ, რომლებიც ბალტიისპირეთის ქვეყნების მარშრუტით გადიან, რათა დაარტყან რუსეთს. როგორც უკვე თქვით მოკლა ვიდეოში, იმ დრონების უმეტესობა, რომლებიც ქვეყნის შიგნით მოხვდნენ, რუსული ჯემინგის შედეგია. ჯემინგი ერთია და ის თავის გზაზე მიდის. თუმცა, ყველა შემთხვევის ახსნა ასე მარტივად არ შეიძლება. ცხადია, რომ არსებობს გარკვეული არაერთმნიშვნელოვნება, როცა უკრაინელები იყენებენ საჰაერო სივრცეს, რადგან იციან, რომ რუსეთს ჯემინგის გარდა ბევრი არაფერი შეუძლიათ, რათა მიზნებზე მიიტანონ დარტყმა. როგორც ხედავთ, სანქტ-პეტერბურგის ჩრდილო-აღმოსავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით. რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს, შემდეგ ამ დრონებიდან ზოგმა მაინც მიაღწია მიზანს, მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა უკვე ჯემინგი დამოიყენეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არა, რადგან ზოგ შემთხვევაში ისინი მართლაც ქვეყნის შიგნით მოხვდნენ. სხვათაშორის ბოლო უკრაინული დრონი F-16-მა ჩამოაგდო, რომელსაც რუმინელი პილოტი მართავდა. საერთოდ რო წარმოდგენა ჰქონდეთ, იყო ასევე თავდაცვის მინისტრის გადადგომაც. და შემდეგ, რადგან თავდაცვის მინისტრის პარტიამ არ მახსოვს ესტონეთის იყო თუ ლატვიის, მგონი ლატვიის მთავრობის მხარდაჭერა შეწყვიტა და ამიტომ პრემიერ-მინისტრსაც მოუწია გადადგომა. ეს იმიტომ, რომ ერთ-ერთი დრონი სამრეწველო ობიექტის თავზე აღმოჩნდა. ამიტომაც ამაზე ბევრი საუბარია, რადგან რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტად გამოიყენებენ ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეს, ასე ვთქვათ, უკრაინელები, მით უფრო იზრდება მათი ჩართულობის რისკი.
მაგრამ ჩემი აზრით ამ ამბის მთავარი საკითხი სხვაა. გააქვთ შენიშვნული, რომ დროის თვალსაზრისით ეს კომენტატორები ამბობენ, ბალტიის ქვეყნები ხელახლა იარაღდებიან. და მერე, რუსები შეიძლება რეაგირონ. აქ რამდენიმე პრობლემა არსებობს. პირველ რიგში ვნახოთ, შეუძლიათ თუ არა ბალტიის ქვეყნებს ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევიკა სილინა, აი სწორია. მოდით ვნახოთ, წარმოადგენდნენ თუ არა ბალტიის ქვეყნები წლების განმავლობაში საფრთხეს რუსებისთვის. ეს არის გრაფიკი საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დაახლოებით 10-12 წლის წინ. ჩვენ ვსაუბრობთ, ასე რომ ცოტა ხნით ადრე ტირიმში შეჭრამდე. ცოტა ხნით ადრე ყირიმის ოკუპაციამდე ეს იყო ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის ჯარების რაოდენობა. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ 3750 კაცზე ლიტვისთვის, 1400-ზე ლატვიისთვის და 5300-ზე ესტონეთისთვის. არც ერთი თვითმფრინავი. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე სადაზვერვო თვითმფრინავს, არანაირი ჯავშან ტექნიკა როგორც ხედავთ და მართლა ძალიან ცოტა артиლერია. თუ შევადარებთ მხოლოდ დასავლეთის ოლქში განლაგებულ ნაწილებს, რომლებიც ახლა კიდევ გაიზარდა, დიახ, დღესაც კი მათ არ ყავთ ტანკები, ამას ხედავთ მილიტარი ბალანსზეც. მხოლოდ რუსეთის დასავლეთის ოლქის ჯარები, რომლებიც ახლა მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ხედავთ, ყავდათ 750 ტანკი. 850 სხვადასხვა ტიპის სარაკეტო და სარაკეტო სისტემები და ასე შემდეგ. 65000 კაცი და 320 ტანკი. როგორც ხედავთ, ისინი დიდ პრობლემას არ წარმოადგენენ. ეს იყო თავის მხრივ ომამდე განლაგება, ასე რომ ვსაუბრობთ 2021 წელზე ომამდე ცოტა ხნით ადრე. როგორც ხედავთ, რუსებია გალაგებულნი იყვნენ ამ ტერიტორიაზე. 76 დივიზია, მე-6-ზე გაერთიანებული შეიარაღების корпуსი და 20-ე. რომ წარმოგიდგინოთ, ნატოს ძალების ჩათვლით, აქ მაქსიმუმ ისინი ათავსებდნენ 3 პოლკს. და არ ვითვლი იმას, რაც კალინინგრადშია. იყო 336 საზღვაო ქვეითა ბრიგადა, მექანიზებული ძალები და ასე შემდეგ. ამიტომ მეჩვენება ცოტა რთული თქვათ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ხელახლა შეიარაღდნენ და ისინი საფრთხეს წარმოადგენენ რუსეთისთვის, ასევე რეაქციის საკითხშიც. დაიგულისხმეთ რეაქციის საკითხში. თუ შევხედავთ, რამდენად აკეთებდნენ ეს ქვეყნები აქცენტს ხელახალ შეიარაღებაზე, უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლამდე ისინი პრაქტიკულად ხარჯავდნენ ნაკლებს ვიდრე 1. მათი MSP-ს. ნაკლები ვიდრე 1%. და მხოლოდ ყირიმის დაკავების შემდეგ და შემდგომ უკრაინაში ომის დაწყებისას აქ აშკარად ჩანს, რომ სწორედ მაშინ დაიწყო ხარჯების ზრდა. მაგრამ მიუხედავად ხარჯებისა, დღეს ლიტვას, რო წარმოგვიდგენა შეგექმნათ, ყავს დაახლოებით 15000 კაცი. მათ შორის დაახლოებით 3500 გაწვეული. ეს უკვე ჯამური რაოდენობა. შემდეგ არის ტერიტორიული თავდაცვის ძალები, ვთქვათ, საუკეთესო შემთხვევაში ყავთ დაახლოებით 20000 კაცი. ლიტვა, ლატვიის მდგომარეობა კიდევ უფრო ცუდია. 2024 წელს ყავთ 7300, პოტენციურად რეზერვებთან ერთად 38000 ესტონია, როგორც ხედავთ. 6600-დან გადავით. წარმოიდგინეთ რა მასშტაბური შეიარაღებაა. 2021 წელს 6600-დან. დღევანდელ 7700-მდე. ეს შესაძლებლობები არ არის ისეთი, რომ ვინმეს რუსეთზე შეჭრაზე ოცნება შეეძლოს. აქ ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ კიდევ უფრო ვრცელი გრაფიკი. 2014 წლიდან დღემდე რამდენად გაიზარდა ამ ქვეყნების სამხედრო ხარჯები. როგორც ხედავთ, ისინი დიდად არ შეცვლილან მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ისინი დიდ საფრთხეს ვერ წარმოადგენენ. მაგრამ რატო ვამბობ, რომ ეს არგუმენტი შემდეგ აღარ მუშაობს? რადგან თუ კიდევ უფრო დავაკვირდებით შეიარაღების თვალსაზრისით, გარდა იმისა, რომ რაღაც უკრაინელებსაც გადასცეს, პრაქტიკულად არ აქვთ ჯავშან ტექნიკის შესაძლებლობა. ჯერ კიდევ არ აქვთ ტანკები, მხოლოდ MAS-11-3 ყავთ,
რომლებიც ცოტა მოძველებულია, ვთქვათ პირდაპირr. ეს არის ტექნიკა, რომელიც ჩვენ, როგორც ჯავშან ტექნიკა, უკვე ექსპლუატაციიდან მოვხსენით. ლიტვის შემთხვევაში ცოტა ანვი აქვთ. ლატვის შემთხვევაში კი კიდევ უფრო ცუდადაა საქმე, როგორც ხედავთ. 4-5 თვითმფრინავი მთლიანობაში, მაგრამ ძირითადად ისინი სადაზვერო ან სასთავლო დანიშნულებისაა. ძალიან ცოტა артиლერია, თანაც სულ 30 ერთეული, ძალიან ძველი артиლერია და 44 CV, 90 შვედური წარმოების საბრძოლო მანქანა, რაც ნამდვილად ცოტაა. ამიტომ, როგორც ხედავთ, სამხედრო თვალსაზრისით მათი შესაძლებლობები ნამდვილად მცირეა. ამიტომ ისინი სრულიად უუნარონი არიან შეტევითი თვალსაზრისით, რაიმე გააკეთოთ. მაგრამ განსაკუთრებით იცვლება ფაქტორების თანმიმდევრობა. რა მნიშვნელობით? ეს არ არის ისე, რომ ელდილას გაიღვიძეს და დაიწყეს ხელახლა შეიარაღება ომის უკრაინაში ან ყირიმში მომხდარის გამო. რადგან, როგორც თქვი, ყირიმის შემდეგ ოდნავ გაიზარდა, მაგრამ შემდეგ მაინც დამშვიდნენ. არის რაღაცები, რომლებიც მე საკმაოდ საინტერესო მგონია. ანუ ის ფაქტი, რომ რუსები რუსულ ტელევიზიაში უკვე 2021 წელს ასე რომ საუბრობთ, ბევრად ადრე ვიდრე არეულობა უკრაინაში. საერთოდ, როცა არავის წარმოედგინა, რომ ბალტიის ქვეყნებს ჰქონდათ მიზეზი თავდასხმისთვის, ან რომ რუსეთთან პრობლემა ქონოდათ, ანუ ხელახლა შეიარაღებულიყვნენ, იმ დროისთვის მათ მხოლოდ რამდენიმე 1000 კაცი ყავდათ, ასე რომ დაფიქრდით ამაზე. რუსები რუსულ ტელევიზიაში ფაქტობრივად აჩვენებდნენ გეგმებს სულიად მშვიდად. თითქოს ჩვენ ვიღვიძებთ, ვთავთ, რა ერთის და რა ერთიზე ვხედავთ ერთს. კომენტატორს არ ვიცი პორტა რასაც გინდათ და პორტაზე ხედავთ. ხალხს, რომელიც საუბრობს შეჭრის გეგმებზე. თუ თქვენ შედიხართ X-ზე და წერთ Russian TV Baltic, მაშინ ვნახავთ ვიდეოებს, რომლებიც რუსულ ტელევიზიას აჩვენებს. 2019 წელს ისინი მშვიდად განიხილავდნენ, როგორ შეიჭრებოდნენ ბალტიის ქვეყნებში. ამიტომ, თუ უნდა ვიფიქროთ, ვინ დაიწყო ეს ყველაფერი, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნების მიმართ, ვიდეოში რუსი ნაციონალი მშვიდად საუბრობს ბალტიის ქვეყნებში შეჭრაზე. რა თქმა უნდა, ეს მათ განგაში აგდებს. მაშ ისინი ხელახლა იარაღდებიან, იმიტომ რომ რუსეთს ემუქრებიან. თუ იმიტომ რომ რუსეთი ტელევიზიით ომამდე კიდევ უკვე საუბრობდა, როგორ უნდა შეჭრილიყო მათ ქვეყანაში. ანუ ეს საკითხები უნდა განვიხილოთ, განსაკუთრებით თუ ჟურნალისტ უსაუბარს ვაწარმოებთ, სადაც გეუბნები, ნახე, ეს ხალხი რუსეთს ეშინია და ხელახლა იარაღდებიან, ყველაფერი დროის მიხედვით უნდა განვათავსოთ. და რუსეთის ჩარევა ყირიმში, ომი უკრაინაში. მაგრამ უკრაინის ომამდე კიდევ რუსეთში შვიდად ეროვნულ ტელევიზიაში, როგორც ხედავთ, საუბრობდნენ, როგორ შეიძლებოდა ბალტიისპირეთში შეჭრა. ხო, მიზეზი და შედეგი, თუ შენ ლაპარაკობ ჩემ ქვეყანაში შეჭრაზე, მე ვზრდი ხარჯებს, ვეძებ გარედაცვას, ვცდილობ მეტი მოკავშირე ჯარი მყავდეს ტერიტორიაზე, ამიტომ მიზეზი და შედეგი ნატოა, ვინც პროვოცირებს, როცა უფრო მეტ ჯარს აგზავნის ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში. თუ ეს რუსებია, რომლებიც წლებია ლაპარაკობენ მათში შეჭრაზე. შენ არ ლაპარაკობ შეჭრაზე, მე არ ვზდი ჯარებს, არც ქვეყნის შიგნით და არც გარედან. მიზეზი და შედეგი, ყველაფერი ყოველთვის დროის ხაზზე უნდა განვათავსოთ. და დროის ხაზზე არ არის ისე, რომ ჩვენდენ დასავლელები უეცრად გავზარდეთ ამ ქვეყნებში განთავსებული ერთეულების რაოდენობა. ჩვენ ისინი გავზარდეთ რუსეთის ამ პოზიციის შემდეგ. ეხლა კი პირიქით ცდილობენ საპირისპირო ამბის მოყოლას. ანუ თითქოს ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში ძალების ზრდა, რომლებიც თითქოს ოცნებობენ რუსეთში შეჭრაზე და ამიტომ რუსებმა შეიძლება რეაგირება მოახდინონ. რეალურად რუსები იმასაც ამბობენ, რომ პირველებმა უნდათ მოქმედება ბევრად ადრე რესურსების დაგროვებამდე, ბევრად ადრე უკრაინის კრიზისამდე, ბევრად ადრე
ნატოს მხრიდან არ ვიცი რა ძალების განლაგებამდე. გაითვალისწინეთ, რომ 2022 წლამდე იქ მხოლოდ 2-ოდე ბატალიონი იყო მორიგეობით, კანადელები, გერმანელები, პოლონელები და ასე შემდეგ. ანუ საუბარია 800,000 კაცზე, რომლებიც ამ მხრივ აბსოლუტურად არაფრის გაკეთებას ვერ შეძლებენ. ამიტომ ჩემი აზრით ამ ამბავში თანმიმდევრულობა არ არის, ამ ამბავში აქ არ არის, იმიტომ რომ უნდა აუხსნა რატო ხდება ეს ზრდა. თვითფასოდ იციანო კადედუ. ზრდა გამოწვეულია რუსული ნარატივით, რუსული კინეტიკური მოქმედებებით, ანუ ომით, ყირიმის ოკუპაციით და არა პირიქით. სხვა საუბარი კი ისა, სადაც ყველა ამბობს, რომ რუსეთს სურს შეჭრა, სურს ბალტიისპირეთის ქვეყნებში შეჭრა. ეხლა კი დიახ, მათ სულ ოცნებებში, რასაც ტელევიზიით აჩვენებდნენ, უკვე ამაზე ლაპარაკობდნენ. ეს ვიდეო 2021 წლის დეკემბრისაა, რომ წარმოდგენა შეგექმნათ. მაგრამ იმ თვალსაზრისით, რაც ეხლა ხდება ბოლო წლებში უკრაინაში, არა, რუსეთს აბსოლუტურად არ აქვს შესაძლებლობა გლობა გახსნას დამატებითი ფრონტი, რაც მხოლოდ პრობლემებს გამოიწვევს და სხვა ქვეყნებსაც ჩართავს. საუკეთესო მონაცემების მოსაძებნად ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის შესაძლებლობებზე მე გირჩევთ military balance, რომელიც ყველაზე განახლებულია, ანუ 2025 წლის გამოცემა. და იქ ძალიან კარგად ჩანს, რომ მიუხედავად იმისა, რაც ხდება მსოფლიოში და ევროპაში, მაინც ესტონეთი და ლატვია წარმოადგენენ ქვეყნებს, რომლებსაც ყველაზე ნაკლები ხარჯი აქვთ. რა თქმა უნდა, პროპორციულად ამ ქვეყნების ზომასთან ნატოს წევრ ქვეყნებს შორის. ისინი მაინც ძალიან მცირე რჩებიან, ანუ თუ 5,000-დან 8,000 კაცამდე გაზრდი, ეს არ ნიშნავს, რომ უცებ რუსეთის დაპყრობის ამბიცია დაქვს. რო წარმოდგენა შეგექმნათ. არის. 5,000 კაცი არის პოლკი, დიდი პოლკი უკრაინის ომში. ვერც კი აიღებ კონსტანტინიუკის ერთ ნაწილსაც კი, რო წარმოდგენა შეგექმნას. თუ გადახვალთ გვერდზე, თუ სწორად მახსოვს, 88 ან 82 military balance-ში ნახავთ ესტონეთის, ლატვიის და ლიტვის შესაძლებლობებს, რომლებიც დიდად არ შეცვლილა. ეს არის ყველაზე განახლებული 2025 წლის მონაცემებით, როგორც ხედავთ, შესაძლებლობები მართლაც ძალიან მცირეა. 5,700 კაცი არმიაში, 2,250 საზღვაო ძალებში, 3,000 სახაერო ძალებში. მაგრამ უმეტესად ეს სახაერო ძალები ანტისახაეროა. ძალის პროექციის სამხედრო შესაძლებლობები პრაქტიკულად არ არსებობს. მათ კვლავ არ ყავთ დიდი მექანიზებული ძალები, ტანკები, კვლავ არ ყავთ თვითმფრინავები, რომლებიც შეძლებენ დაზვერვაზე ან მსგავსზე მეტის გაკეთებას. სწორედ ამიტომ არის ეს საერთაშორისო მისია მათ ცაში, იმიტომ რომ მათ თითქმის არ აქვთ რაიმე შესაძლებლობა რამე გააკეთონ. როგორც ხედავთ, ყველა მონაცემი არსებობს. ამიტომ ჩემი აზრით, როგორც ბევრი სუპერპილოატლანტისტის ვერსია, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთი ბალტიისპირეთის ქვეყნებში შეჭრას აპირებს, ასევე ბალტიისპირელების ვერსია, რომლებიც იარაღდებიან და ემზადებიან, ორივე გადაჭარბებულია და ასე შემდეგ. ეს ვერსიები მცდარია, რადგან ერთი არ ითვალისწინებს რეაქციის ფაქტორს და არ არის მიზეზი. ხოლო მეორე მხრივ, თუ უკრაინაში ომი ასე გაგრძელდება, რუსებს საერთოდ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. ამიტომ უწფელად რო ვთქვა, ორივე ვერსია მიმაჩნია ნაკლებად დასაჯერებლად და ნაკლებად თანმიმდევრულად, როგორც დროის, ისე რიცხვების თვალსაზრისით. ამიტომ დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი ამას აი ეს. მაგრამ ხედავ, რომ ბევრი ამაზე ლაპარაკობს, მაშინ როცა როგორც ხედავთ, ეს ყველაფერი შეიძლება რიცხვებით მარტივად 15 წუთში გაიბათიოს. სენატში ვერავინ იტყვის, რომ ეს გიჟური გადაიარაღებაა, ან რომ ეს ძალები პრობლემას წარმოადგენს. მე ვიპოვე საინტერესო პარალელი, როგორც ჩანს, ჰიტლერის საუბარი მანერჰეიმთან, მარშალ მანერჰეიმთან, ფინელთან, რომელიც ვაგონში იმყოფებოდა ჰიტლერის ერთადერთი ჩანაწერი, სხვათა შორის, საუბრის ტონალობაში, სადაც ჰიტლერი მარშალ მანერჰეიმს უმხელს, რომ რიბენტროპთან ესაუბრა. და რიბენტროპი ამბობდა, რომ ფინეთის სასგდო საფრთხეს წარმოადგენდა რუსეთისთვის. რაზეც თვითონ ჰიტლერმაც კი თქვა.
მართლა გინდა დამაჯეროთ, რომ საბჭოთა კავშირი პატარა ფინეთის ეშინია? მაშინ რიბენტროპი ამბობს, არა, ანუ ისინი მორალურად უემუქრებიან, რაც არ უნდა ნიშნავდეს ეს. სინამდვილეში მათ სურდათ გაეგოთ გერმანელები ჩაერეოდნენ თენ თუ არა ფინეთის მხარეს. თუ მათ შორის დაპირისპირება მოხდებოდა. მაგრამ იმის მტკიცება, რომ ისინი რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ, დიახ, ეს ჩემი ძალიან ძველი ვიდეოა, მაგრამ საინტერესოა, რომ თითქმის იგივე რიტორიკა დღესაც გამოიყენება. დიახ, მოლოტოვი, ბოდიში. რიბენტროპი ოის გერმანელი. მოდი გადავიდეთ მოსკოვზე თავდასხმაზე, რადგან ჩემი აზრით აქ რამდენიმე რამ უნდა დავაკავშიროთ. გარდა იმისა, რომ რუსი სამხედრო ბლოგერების სამყაროში ბევრი რეაქცია. დავიწყოთ იმით, რომ მოსკოვი არის რუსეთის ყველაზე დაცული ზონა ანტისაჰაერო სისტემებისთვის თვალსაზრისით. დაახლოებით 100 ერთეულია, მათ შორის ეს 300, 400 პანცირი და სხვა, ყველა კონცენტრულად განლაგებულია ქალაქის გარშემო. ამიტომ, რაც გააკეთეს უკრაინელებმა 16 და 17 მაისს, იყო რუსეთის ყველაზე დაცულ წერტილზე შეტევა. მინდა რომ რამდენიმე წერტილი დააკავშიროთ, რადგან შემდეგ ნახავთ როგორ ეწყობა ყველაფერი. არ მახსოვს 6 აპრილს მგონი მქონდა ლაივი, რომელსაც ერქვა დათვის დაბრმავება. და ამ ლაივში ვამახვილებდი ყურადღებას რამდენიმე საკითხზე, რომლებიც ჩემი აზრით ახლა კიდევ უფრო ნათელი ხდება. გაგახედეთ გრაფიკებს, სადაც ფაქტობრივად უკრაინელები სისტემატურად უტევდნენ რუსეთის საერო თავდაცვის სისტემებს, ადრეული გაფრთხილების სისტემებს, რადარებსა და ანტენებს. რადგან შემდეგ ნახავთ ბევრი რამ ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ეს იყო ის სტატია, თუ გახსოვთ. დავბრუნდი და ვიპოვე ის პირდაპირ ეთერი საკმაოდ ახლახანს, დაახლოებით 1 თვის წინ, დათვის დაბრმავება. რადგან მთელი ეს განადგურების აქტივობა, როგორც ხედავთ, ეს სამასის სისტემების, სტრელას, პუკის, ანტენების და ასე შემდეგ, ყველა ისინი კონცენტრირებულია, როგორც ხედავთ, ნახეთ, ყველა კონცენტრირებულია ყირიმში, ზაპოროჟიეს კორიდორში. და თუ დააკვირდებით, ძალიან კონცენტრირებულია ბელგოროდის მხარესაც, თუ შეამჩნევთ. თუ შეამჩნევთ, ხშირად მარშრუტები, რომლებსაც უკრაინელები იყენებენ მოსკოვზე თავდასხმისთვის, ან ბრიანსკზე გადის, ან ჩვეულებრივ ბელგოროდზე, ან კურსკზე გადის. ამ აქტივობაში საინტერესო სწორედ მოსკოვისკენ მიმავალი ტრაექტორია. მაგრამ ამავე დროს, ბოლო დროს უკრაინელები ახორციელებენ გზის ბლოკირებას, რომელიც როსტოვიდან მიდის პრაქტიკულად მარიუპოლამდე, მელიტოპოლამდე და შემდეგ ყირიმამდე. საინტერესოა, როცა გარკვეულ აქტივობებს ერთმანეთს გადააფარებ, თითქოს რამდენიმე შუქს ერთმანეთს დაადებ, ყველაფერი აზრს იძენს. ქვემოთ ასევე იყო სტატისტიკა, თუ რამდენ სისტემას დაესხნენ თავს, რა ტიპისას და ასე შემდეგ. რომ გადიჭდეთ წარმოდგენა, სამხედრო ოლქების მიხედვით დათვლით, ომის დაწყებიდან რუსებს დაახლოებით 900-800 საჰაერო თავდაცვის სისტემა ჰქონდათ, როგორც ხედავთ, სხვადასხვა ზონებზე განაწილებული. დაკარგეს 322, რაც მინდა დანაკარგის 35% შეადგენს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ წარმოებაც. აქ შეგიძლიათ ნახოთ, როგორ კონცენტრირდნენ უკრაინელები ბოლო 6 თვის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემებზე დარტყმაზე. 2025 წლის ივნისიდან 2026 წლის მარტამდე და ისინი კვლავ აგრძელებენ. ბუკის სისტემები, ტორის სისტემები, პანცირი, ტუნგუსკა, 400 სხვადასხვა რადარები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ყოველთვის უნდა განიხილებოდეს უკრაინის აქტივობასთან ერთად. რა მნიშვნელობით უნდა განვიხილოთ ეს? აქ კი არის უკრაინის აქტივობა, რაც შეეხება ელექტრონული ომისა და რადარის სისტემების განადგურებას. თუ მე მაქვს განზრახვა, რომ დიდი ყურადღება დაუთმო კამპანიებს, რომლებიც დრონებით ტარდება და მალე კიდევ რაღაცას ვნახავთ. რა თქმა უნდა, მე აუცილებლად ვეცდები მაქსიმალურად ბევრი პრობლემა შეუქმნა რუსების სადაზვერვო, ადრეული გაფრთხილების და ჩაჭერის შესაძლებლობებს. მაგრამ ყველაზე მეტად შეუქმნა ვითარება, სადაც რესურსი ყველგან არ ეყოფათ.
რადგან რუსეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყანაა და ნამდვილად ყველაფრის დაცვა კიდევ უფრო რთული ხდება. არ არის შემთხვევითი, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც სამხედრო ბლოგერები ყველაზე მეტად კამათობენ, ყველაზე კრიტიკულები, სწორედ ისა, როგორ შეიძლება, რომ აქ ნავთობ გადამამუშავებელში სისტემები არ გვაქვს და მსგავსი რაღაცები. რუსებს ბევრი სისტემა ჰქონდათ, მაგრამ არა იმდენი, რომ ესეთი დიდი ქვეყნის დაცვა შეძლებოდათ. ამიტომ მათ აუცილებლად მოუწევთ არჩევანის გაკეთება. ან მხარს უჭერ ჯარებს ფრონტზე და შესაბამისად ვიცავ მათ უკრაინული ავიაციის შესაძლო მოქმედებისგან, თუნდაც მცირე, ან გარდაულად უნდა წავიდე და დავიცვა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, урბანული ცენტრები თუ ლოგისტიკური გზები. მე შევნიშნე, რომ ბოლო პერიოდში უკრაინული დრონების აქტივობა განსაკუთრებით აღარ არის მხოლოდ ტაქტიკური გამოყენება ფრონტზე, მაგრამ პრაქტიკულად იქნება უკიდურესად ღრმა აკრძალვის ზონები. რომ გაგიჩნდეთ წარმოდგენა, ლურჯ ზონაში შეგიძლიათ შეამჩნიოთ ფრონტზე კლასიკური აქტივობა, ანუ 20 კილომეტრში. ბოლო 6 თვეში ეს გაიზარდა ღია ლურჯ ზონამდე, ასე რომ საუბრობთ 50 კილომეტრს. და განსაკუთრებით ამ ეტაპზე ვამჩნევთ უკრაინულ აქტივობას ამ გზის გასწვრივ. ასე რომ საუბრობთ დაახლოებით 80-100 კილომეტრზე ფრონტის ზონით. გარდა ამისა, თავდასხმები, რომლებიც დრონებით ტარდება, ასე ვთქვათ, კამიკაძე დრონებით, ძალიან გაიზარდა. ისინი სცილდება როსტოვს, სცილდება ყირიმს და შესაბამისად იზრდება. ეს არის ოფიციალური რუსული განცხადება. არა, ისინი აკეთებენ მეცუდე რუბიკონები. რუბიკონები ჯერ კიდევ მოქმედებენ 50-60 კილომეტრის რადიუსში, ინტერდიქციის ფარგლებში. აქ საუბარია 50-60 კმ-ზე მეტზე გზა, რომელსაც ისინი უტევენ, ანუ ეს გზა რეალურად ზოგადგილას 120 კმ-მდეც კი აღწევს. საინტერესოა, რომ ეს ყველაფერი გამონკევით, რადგან ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. უკრაინული აქტივობა რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების შესამცირებლად, რადარების, ანტენების და სხვა მსგავსი ობიექტების განადგურება, ასევე რუსების Starlink-თან მოცილება. შემდეგ ნახავთ რომ აქ პალანტირის ხელიც ჩანს, რადგან დრონები ისინი იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს შეტევის საბოლოო ეტაპზე. ასე რომ ისინი უფრო ავტონომიურები გახდნენ. მოკლედ, არსებობს ოფიციალური რუსული განცხადება, რომელიც ამ გზაზე მოძრაობას ამცირებს. ვიდეოების შემდეგ წყაროებში იპოვით. აქ შეგიძლიათ ნახოთ განადგურებული რუსული ლოგისტიკური მანქანების ნამსხვრევები, რომლებიც პრაქტიკულად იმ გზაზეა, რომელსაც მომარაგებისთვის იყენებენ. არის მთელი სტატია კლემენტ მულინის მიერ და ზუსტად შეგიძლიათ ნახოთ სად ურთხამენ. გაითვალისწინეთ, რომ ეს გზა გადის აზოვის ზღვის პირას, მიყვება სანაპიროს, ასე რომ რაც შეიძლება შორს არის ფრონტის ხაზისგან. თუმცა არც ისე შორს და იქ ნამდვილი ჯოჯოხეთი ხდება. როგორც ჩანს, ფელინები საბოლოოდ ნიღაბი არ ყოფილან, რადგან შეიძლება არა ისე როგორც თქვით, მაგრამ ისინი არსებობენ, ცოტანი არიან. ეხლა რაღაც ჩანს, მაგრამ ნამდვილად შორს ვართ. მოდით წავიკითხოთ ფლამინგოს განცხადებები გასული წლის აგვისტოდან. ამბობდნენ, რომ თვეში 120 საწარმოებდნენ. ოფიციალური და დადასტურებული თავდასხმები ორ ხელზე ჩამოსათვლელია. თუ თვეში 120 საწარმოებდი, მოდი დავთვალოთ. აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, ანუ კიდე 5 თვე. მათი განცხადებების მიხედვით, მათ უნდა კონდეთ 1000-ზე მეტი. მე ვაწარმოებდი თვალყურს. თავდასხმებში 30-ზე მეტი არ გამოყენებულა. 30, 40, 40 გამოყენებულია. და აცხადებდნენ, რომ აგვისტოს, სექტემბერში უკვე კონდათ 100-120-ის წარმოება გასულ წელს. ანგარიშები არ ემთხვევა. თუ შენ იყენებ 30-ის ფლამინგო, 7-8 თავდასხმაში. და ამბობ, რომ თვეში 120 საწარმოებდი და დღეს უნდა კონდეს დაახლოებით 1000-1200. ჩემი ანგარიშით კი დაახლოებით 1200. 1200 ამ სადღაც 1150 გაკლია. აი ეს. ამიტომ ვიტყოდი, რომ ძალიან გადააჭარბეს მათ ხარისხსა და წარმოებას. ჩემი აზრით, მათ მოუწიათ მათი განვითარება.
საწყისები საერთოდ არ იყო ის, რასაც ახლა იყენებენ. ისინი ცოტა ზედმეტად პროტოტიპის დონეზე იყვნენ. და ამიტომ ნელ-ნელა გამოვა უფრო და უფრო განახლებული ვერსიები. გასათვალისწინებელია, რომ ამ წითელი აკრძალვის ფაზაში ყველა შეტევა წითელი წერტილები არის ჩართული. ეს არის შეტევები, რომლებიც უკრაინელებმა ბოლო თვეებში განახორციელეს სწორედ ამ გზაზე. რატო ვამბობ, რომ ეს ყველაფერი ერთად უნდა განვიხილოთ? ეს არის სიღრმეში განხორციელებული შეტევები, რომლებიც უკრაინელებმა ბოლო 3-4 თვის განმავლობაში ჩაატარეს. რადგან ამ ამბავთან ერთად არის ისიც, რომ უკრაინელები აჩვენებენ თავიანთ პლანირებად ბომბებს. ამიტომ თუ ყველაფერს ერთად დავაკავშირებ, გამოდის, რომ ისინი ამცირებენ რუსეთის თავდაცვის უნარს გარკვეულ ზონებში, გაიჯულებენ, რომ ყველაფერი დაიცვა. რადგან, რა თქმა უნდა, ახალი საფრთხის ზონების შექმნა, როგორიცაა მოსკოვი და ასე შემდეგ, რომელიც ისედაც საკმაოდ დაცული იყო, რუსებს აიჯულებს, რომ რესურსები დახარჯონ. და როგორც წესი, თავდამსხმელს აქვს უპირატესობა, რომ თავად აირჩიოს სად და როდის, მეორე მხარეს მხოლოდ რეაგირება შეუძლია, ცდილობს წინასწარ განსაზღვროს, სად მოხდება ეს რამე. ასე რომ ეს უპირატესობა არ არის, თამაშობ დაცვაში, უზარმაზარ სივრცეზე და უნდა ეცადო წინასწარ განსაზღვრო, სად გამოიყენებს მოწინააღმდეგე თავის დრონებს. ამიტომ ეს ძალიან რთული საკითხია. ამავე პერიოდში ჩნდება პირველი ვიდეოები პლანირებადი ბომბების შესახებ. ფაქტობრივად ისინი გამოიყენება უკრაინელების მიერ. როგორც ხედავთ, ისინი ადაპტირებენ თავიანთ თვითმფრინავებს. თუ გახსოვთ, პირდაპირ ეთერში, რომელიც ანძარასთან ერთად ჩავატარეთ, ყოველთვის ვამბობდით, რომ F-16 Mirage 2000 და ის, რაც უკრაინის ავიაპარკიდან იყო დარჩენილი, ვერ შეასრულებდა აქტიურ როლს. რადგან ისინი გარდაულად აღმოჩნდებოდნენ S-300-ისა და S-400-ის სამიზნეში. ამიტომ მათ პასიური როლი ექნებოდათ. ფაქტობრივად პასიური როლი ჰქონდათ კიდეც. ამაში მართალი აღმოჩნდით. ისინი ძირითადად გამოიყენეს გამოცდილების მისაღებად და უკრაინის შიგნით საჰაერო თავდაცვის მხარდასაჭერად. ამიტომ კიევის მიდამოებში, ლვოვის მიდამოებში და ასე შემდეგ დავალაგოთ ყველაფერი რიგში. უკრაინელები ავითარებენ საკუთარ პლანირებად ბომბებს. იმავე ლაივში, რომელიც წინაჯერზე გავაკეთეთ 10 კარე დათვზე, ერთ-ერთი სიახლე, რომელიც გაჩვენეთ, იყო უკრაინელი პილოტების უჩვეულო წვრთნების შესახებ ინფორმაცია. მაშინ თქვი, იქნებ ეს ინფორმაცია მოგვადგეს. ეხლა ვხედავთ, რომ ეს გამოგვადგა. იყო ესეთი სინტერები, რომლებიც სწორედ ამაზე საუბრობდნენ, იმაზე, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია. ეს არის წერილი. კითხულობ, როგორც ხედავთ, ეს იყო 27 მარტს. უკანასკნელ დღეებში უკრაინის სამხედრო ავიაციამ ჩაატარა დიდი რაოდენობის საწვრთნელი მისია ტერნოპილის ოლქში და დასავლეთ უკრაინის სხვა რეგიონებში, სადაც ჩვეულებრივზე მეტი თვითმფრინავი იყო ჩართული. შესაძლებელია, რომ უკრაინამ მიიღო F-16-ისა და Mirage 2000-ის ახალი პარტია. ან ატარებს მასშტაბურ საწვრთნელ მისიებს Su-24-თა და Su-27-ით. ვიდეოში ნაჩვენები, როგორც სწორად აღნიშნე, Winter ფორმით Su-24-ის გავდა. ამიტომ ხედავთ, როგორ შეიძლება სხვადასხვა ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირება. ამიტომ ვცდილობთ ყველა ამ დროში გაწელ ამბავს აზრი მივცეთ. ბოლო 6 თვის განმავლობაში უკრაინელები სისტემატურად ირჩევენ რუსული რადარების, ადრეული გაფრთხილების და სააერო თავდაცვის სისტემების განადგურებას. ისინი სხვადასხვა წერტილში უტევენ რუსეთს, რათა აიჯულონ ისინი ბევრად მეტი ტერიტორიის დაცვა. მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში უკრაინის ავიაციამ უჩვეულო აქტივობა გამოავლინა და ეხლა მოულოდნელად აჩვენებენ ვიდეოებს მფრენი ბომბების შესახებ. თუ აქედან ვიმშელებთ. რადგან ასევე არის ცნობები, რომ რუსები ანტიდრონულ სისტემებს ქმნიან, მათ შორის ვლადივოსტოკშიც კი, ასე რომ ისინი ფიქრობენ, რომ ადრე თუ გვიან უკრაინელები შეძლებენ მისვლას, უკვე ურალებსაც კი გასცნენ, მაგრამ ფიქრობენ, რომ კიდევ უფრო შორს მივლენ.
რა თქმა უნდა, ეს რესურსებს შეიწოვს. კიდევ ერთ ამბავს გეტყვით, რათა გაიგოთ, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ცოტა ხნის წინ რუსები ცდილობდნენ თურქეთისთვის გადიდული S-400-ების უკან დამოსხიბას. ეს რას გეუბნებათ? ეს გეუბნებათ, რომ მათ მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდებათ. რუსეთი ცდილობს დაიბრუნოს S-400 სისტემები, რომლებიც ადრე თურქეთისთვის ჰქონდა გაყიდული. ეს საინტერესოა, რადგან თუ ყველა ამ ფაქტორს ერთად განვიხილავთ, ხვდებით, რომ უკრაინელებმა შექმნეს სიტუაცია, სადაც რუსებს აუცილებლად მოუწევთ ქვეყნის დასაცავად დიდი თანხების დახარჯვა. და ისინი ამით ისარგებლებენ. თუ რუსები გადაწყვეტენ, რომ ზოგიერთი ტერიტორია არ დაიცვან, მე ველოდები, რომ უკრაინელები შეეცდებიან განახორციელონ ბომბების ჩამოშვების მისიები. გლაიდ ბომბებით უსაფრთხო დისტანციიდან, ვთქვათ 80-100-დან კილომეტრიდან, ზუსტად ისე როგორც რუსები უკვე 2 წელზე მეტია დაუჟიელად აკეთებენ. მათ შეუძლიათ ჩამოაგდონ უამრავი ბომბი ისე, რომ უკრაინული მხრიდან არანაირი პასუხის რისკი არ აქვს. მე ვფიქრობ, რომ უკრაინელები შეგნებულად, ნელა, უწყვეტად და ასე შემდეგ ამ საკითხზე მუშაობენ. რომ გაგიწიოთ წარმოდგენა, კიდევ უფრო განახლებული მონაცემები ეს პერუნის ვიდეოდან ავიღე, რომელიც აღწერაში შეგიძლიათ ნახოთ, ნახეთ როგორ ნოემბრიდან და ნოემბერ-დეკემბერში. რუსული სააერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა, რომლებიც დაზიანდა ან დაზიანებულად გამოცხადდა, ექსპონენციალურად გაიზარდა. ნოემბერ-დეკემბერში ისინი 15 იყო. იანვარ-თებერვალში 30-ზე მეტი გახდა, მარტ-აპრილში კი 55-მდე ავიდა, დაახლოებით ასე. ეს ტენდენცია, ესენი კი ეგრეთ წოდებული განცხადებებია, ყველაფერი დადასტურებული არ არის, მაგრამ ტენდენცია ჩანს, ეს არის უკრაინული აქტივობა რუსული ანტენების წინააღმდეგ. როგორც ხედავთ, ნოემბრიდან დღემდე ზრდა, ნოემბერში რუსულ ანტენებზე თავდასხმები 68 ქალაქში იყო, ახლა კი 2500-ზე მეტია. შენ ეს ყველაფერი ერთად ხსნის უკრაინის სტრატეგიას და იმ აქტივობას, რომელსაც ისინი ახორციელებენ. მოსკოვზე თავდასხმა ნემსია იმ ყველაფერთან შედარებით, რაც ხდება, მაგრამ ეს ნამდვილად ნემსია, რომელიც სწორედ ტკივნეულ ადგილზე ხდება. ეს ნემსი აიჯულებს რუსებს კიდევ უფრო გააძლიერონ უკვე ძალიან ფართო მოსკოვის დაცვა და ალბათ სხვა დიდ ქალაქებშიც. მე ვფიქრობ, რომ საბოლოო მიზანი სწორედ ისაა, რომ უკრაინის ავიაციის ნაწილი მაინც შეძლოს გარკვეულ ზონებში მოქმედება და ჩამოაგდოს პლანირებადი ბომბები, ზუსტად ისე, როგორც ამას რუსები აკეთებენ. ეს ყველაფერი ერთად კეთდება იმისთვის, რომ რუსული სააერო თავდაცვის შესაძლებლობები დაძაბოს და სტრესის ქვეშ მოაქციოს. არც მეტი, არც ნაკლები. როგორც ფრონტზე, ისე ფრონტის ზონაში. შეამჩნიეთ, მას შემდეგ, რაც პირდაპირ ეთერში გაჩვენეთ, როგორ ანადგურებენ სისტემატურად ადრეულ გაფრთხილების სისტემებს, რადარებსა და სააერო თავდაცვას ზაპოროჟიესსა და ყირიმის ზონაში, აი სწორედ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ის ავტოსტრადა, რომელიც მანამდე გაჩვენეთ, ნადირობის არ ედიქცა. ეს ორი რამ ერთმანეთთან არის დაკავშირებული. რატომ არ უტევდნენ უკრაინელები იმ ავტოსტრადას ერთი თვენახევრის წინ? იმიტომ რომ იქაურობა გაწმინდეს სისტემებისგან და ეხლა უკვე იქამდე მიდია. ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ამიტომ საინტერესოა ნახოთ, რამდენად მდგრადია ეს სტრატეგია, გაამართლებს თუ არა, შეძლებენ თუ არა ამის გაკეთებას და რას დაუპირისპირებენ რუსები. გასათვალისწინებელია, რომ არის ამდენიმე ახალი რამ, რადგან დღეს ახალი ამბების გამჟღავნების დღეა. როგორ მოხდა, რომ უეცრად უკრაინელებმა შეძლეს ამ გზაზე მისვლა? კარგი, უკვე თვეებია, რაც ისინი ანადგურებენ რადარებს, ანტენებსა და სისტემებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დრონები ჯადოსნურად 50 კილომეტრიდან 150 კილომეტრამდე მიდიან. თუ არა ის, რომ კიდევ ერთი რამ გამოჩნდა,
როგორ ახერხებენ იმ დრონების მიტანას 120, 150, 120-დან 150 კილომეტრის მანძილზე. ეხლა ერთ ამას გაჩვენებთ, ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა, რადგან ეს იდეა ისეთივე ძველია, როგორც ომი, მარტივია. ვიღაცამ ეს უკვე ჩატში დაწერა, ასე რომ ხედავ, რომ ყურადღებით ადევნებ თვალს ყველაფერს. არა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ისინი არ იმართებიან, ერთი რამეა, ბინძური მოწყობილობა, შეუძლებელია. შეიძლება მართლა არ იმართებოდეს, მაგრამ მაინც სჭირდება ბატარეა იქ მისასვლელად, თუნდაც ავტონომიური. როგორ ზრდი მის მოქმედების რადიუსს? ისინი იყენებენ აეროსტატულ ბუშტებს, რომლებიც პრაქტიკულად მიაქვთ დრონები 5, 6, 7, 7, 8,000 მეტრამდე. და იქიდან დრონი უკვე თავისუფლდება. ამიტომ შემდეგ მათ პრაქტიკულად დაღმავალი ტრაექტორია აქვთ, ძალიან ცოტა ენერგიას იყენებენ და როგორც ხედავთ, მიდიან იქ, სადაც უნდა მივიდნენ. ეს საინტერესო იდეა. ვადლობთ. ალბათ მათ ტაიმერიც აღარ სჭირდებათ. ალბათ ის გარკვეული მიმართულებით, გარკვეულ GPS კოორდინატაზე გამოეყოფა. ესე. ის ქვემოთ ეშვება, ალბათ სრულიად დამოუკიდებლადაც კი შეიძლება გააქტიურდეს და მიზნის საძიებლად მიდის. ეს არის სტრატეგია, რომელსაც ისინი იყენებენ იმისთვის, რომ ძალიან დიდ მანძილებზე მიაღწიონ. ისეთ მანძილებზე, რომელსაც უბრალოდ ბატარეით ვერ დაფარა. ეს ძალიან საინტერესო რამეა. ხედავთ, ის სცილდება და სრულიად ავტონომიური ხდება. და მიდის თავისი მიმართულებით. მარტივი და გენიალურია, აბსოლუტურად. როგორც ხედავთ, როცა ის მიდის ზონაში, ზუსტად იცის კოორდინატები. ამიტომ საინტერესოა ნახოთ, როგორი ინერგება ეს მიდგომები. როგორც ხედავთ, ყველაფერი მოძრაობაშია, ყველაფერი მუდმივად იცვლება. ეს ძალიან მარტივი ტექნოლოგია, მაგრამ ეფექტურია. ამიტომ ვცდილობთ ყველაფერი რაც ხდება ერთმანეთს დაუკავშიროთ, რადგან ეს მრავალფეროვანი სტრატეგიებია, მაგრამ ყველა მეტნაკლებად ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება. ღირიმის თავდაცვის მოხსნა, რუსეთის საჰაერო და ანტისაჰაერო თავდაცვაზე მეტი ხარჯი, რუსეთის ნაკლები შესაძლებლობა ჩაჭრას მოახდინოს. რადგან თუ ბევრ ანტენას და ადრეული გაფრთხილების სისტემას დაკარგავ ზაპოროჟიაში და ყირიმში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს, ასევე დონბასშიც, შემდეგ მათი ჩანაცვლება მოგიწევს. და თუ იქ ჩაანაცვლებ, ვეღარ დააყენებ გრამატებით სხვა ზონების დასაცავად. ასე რომ, როგორც ხედავთ, არჩევანის გაკეთება მის გაკეთება მოუწევთ. საინტერესოა, სწორედ ეს მოვლენა, ეს ეფექტი, რომელსაც უკრაინელები ქმნიან, სწორედ ესი მიზეზი, რატომაც ომი ფრონტზე სულ უფრო დაშორებული და ნელი ხდება. რადგან საბოლოო ჯამში ეს მთელი აქტივობა საერთოდ არ მოითხოვს ადამიანურ დანახარჯს უკრაინელების მხრიდან. ეს მთელი აქტივობა დრონისტების მიერ ხორციელდება. როგორც რუსეთში, მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგთან ახლოსთან ხორციელებული თავდასხმები, ასევე ამ სისტემების განადგურების მთელი აქტივობა, ეს არ არის შტურმი. ეს არ მოითხოვს ადამიანის სიკვდილსაც კი. ამიტომ ეს არის ომის გადატანის გზა შორეულ სტრატეგიად. რაც ჩემი აზრით საინტერესოა. მოვიყვანოთ ერთად ის საკითხები, რაც წინა ანალიზში ვთქვით გენერალ კაპიტინისთან ერთად. ამ წლის დასაწყისში რუსეთში მოხდა როგორც VPN-ების, ასევე სოციალური ქსელების ცენზურა. მაგალითად, Telegram, WhatsApp და ასე შემდეგ. და მათ დაკარგეს Starlink-თან კავშირიც, თუ გახსოვთ. ეს იყო აღლუმი, რომელიც ნამდვილად ძალიან იმედგამაცრუებელი იყო. და ესეც ისტორიულ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. აღლუმი, რომელიც აღნიშნავს გამარჯვებას ნაციფაშიზმზე 45-ში და ეს არის პირველი შემთხვევა 45-ის შემდეგ, როცა მოსკოვი თავდასხმის ქვეშა. ეს დიდი პრობლემაა სიამაყის თვალსაზრისით. არ შეცდეთ იმაში, რომ სამხედროები, რუსი ბლოგერები, კომენტატორები და სხვები არ არის რომ ომის წინააღმდეგ კომენტარებს აკეთებენ. ყურადღება, ისინი ომის წარმოებაზე ლაპარაკობენ. ეს ორი სრულიად განსხვავებული რამეა, ძალიან განსხვავებული.
ეხლა როცა აქ ვართ, შვიდად და შეგვიძლია ერთმანეთს შევხედოთ, ნახოთ, რას ამბობენ რუსი სამხედრო ბლოგერები. ვაცნობიერებთ, რომ საჰაერო თავდაცვის ძალები ახალ რეკორდს ამყარებენ ჩამოგდებული საფრენი აპარატების რაოდენობით. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ბოლო 24 საათში უკრაინიდან 1054 დრონი ჩამოაგდეს. ეს აბსოლუტური რეკორდია. ეს არის ერთგვარი გზავნილი. კარგი, ბევრი ჩამოაგდე, მაგრამ იმებზე არ ლაპარაკობ, ვინც გადაურჩა. და მართლაც ეს სამხედრო ბლოგერები ამბობენ, პირველად ჩამოგდებული შორი მანძილის დრონების რაოდენობამ 1000 გადააჭარბა. არაერთხელ დაგვიწერია, როგორ უნდა ვებუძოვოთ ამ სიტუაციას. პირველ რიგში უნდა შევქმნათ ახალი მობილური ძალები და არა მხოლოდ უკრაინასთან მოსაზღვრე რეგიონებში. რატო გაჩვენებთ იმას, რასაც ეს სამხედრო ბლოგერები ამბობენ? ზოგჯერ ისინი გონიულ რაღაცებსაც ამბობენ. დიახ, საჭიროა ახალი დანაყოფებისა და ახალი ძალების ფორმირება. ეს არ ნიშნავს, რომ რუსებმა არ იციან რა უცე რა უნდა გააკეთონ. უბრალოდ ხშირად ამას ვერ ახერხებენ. უნდა შევქმნათ ადრეული გაფრთხილების სისტემა. და სწორედ ამას ანადგურებენ უკრაინელები თავიანთი მოქმედებებით ბოლო თვეების განმავლობაში. მესამე რიგში უნდა გამოვიყენოთ არა მხოლოდ მტრის დრონების ეკიპაჟები, საცავი საწყობები და გაშვების ბაზები, არამედ უკრაინული დრონების იდეოლოგებიც, მაჯარი და სხვები. მათ სურთ მოკლა. უკრაინული დრონების დანაყოფების ხელმძღვანელები. მეოთხე პუნქტი გამომდინარეობს მესამედან. დროა დავარკვათ გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს. ასე რომ მათ შეეშინდეთ რუსეთის ტერიტორიებზე დარტყმის. საფასუხო შეტევები, მაგრამ მიზანმიმართული და სისტემური ძალისხმევით. მაგალითად, ზოგიერთი მოითხოვდა უკრაინის პარლამენტზე ვერხოვნა რადაზე თავდასხმას, წარმოდგენა რომ შეგექმნათ. განსათვალისწინებელია, რომ მათი უმეტესობა ამბობს, თუ არ ჩავთვლით ყველაზე უკიდურესებს, რომლებიც ესეთ რამებს ამბობენ, ეს კი პირდაპირ ახსენებს პრეზიდენტის ბრძანებულების მე-19 მუხლის D პუნქტს, რომელიც ეხება რუსეთის ფედერაციის ბირთვული შეკავების სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების დამტკიცებას. ან ის რომ ეხა მათ დაციეს ზღვარი და თუ სახელმწიფო საფრთხე დაემუქრება, მათ შეუძლიათ ბირთვული იარაღიც გამოიყენონ. შენიშნე რომ ისინი პესკოვს დასცინიან. გარდა ამისა, შესანიშნავი კითხვა იყო, როგორი იქნება ჩვენი პასუხი მოსკოვზე თავდასხმის შემთხვევაში. და აქ ყველა რუსი კომენტარს აკეთებდა როგორც ყოველთვის იგივე პასუხით. სინამდვილეში პესკოვმა შეამცირა მოლოდინები, ანუ ძალიან დააკნინა სიტუაცია, არა მხოლოდ მან, არამედ ასევე ზახაროვამაც. მათ ძალიან დააკნინეს უკრაინული თავდასხმის თემა, ამცირებდნენ მას. ალბათ იმისთვის, რომ შეემცირებინათ მოლოდინები შესაძლო პასუხის მიმართ. სანქტ-პეტერბურგი მოსკოვზე უფრო მოწყვლადია. გიორგი როგი პასუხო, უფრო მოწყვლადია როგორც დისტანციების გამო, ასევე იმის გამო, რამდენი თავდაცვითი სისტემა არის ამ ტერიტორიაზე. ქვემოთ ყველა მული დავამატე, მაგრამ აღწერაში წიპოვით. საუბრის დროს ამ ტიპის კიდევ ბევრი სხვა დისკუსიაც წამოიწყეს. საინტერესოა იმის ნახვა, რომ ყველა ეს სამხედრო ბლოგების დისკუსია რუსეთზე და შესაბამისი კომუნიტებისაც მილიონობით მომხმარებელია, ასე რომ ზღვისწვეთი არ არის უკვე, ასე ვთქვათ, აკვეთილი კონდათ მიღებული. ერთს უთყამენ, რომ 1000 ასწავლონ, ესე რომ გასაგები იყოს. იმიტომ რომ გასულ თვეში ერთ-ერთმა, რომელიც ცოტა გადააჭარბა, ესე ვთქვათ, ესეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, მისი კრიტიკა მას ბლოგერი 13 ქვია. ჩვენი მეგობარი ბლოგერი 13, ანუ მე მას ბლოგერი 13-ის ვეძახი, ჩვენი მეგობარი ბლოგერი 13. ძალიან, ესე ვთქვათ, ბედნიერი ვარ, რომ ეს ვიდეო გავაკეთე. ეს ვიდეოა სამხედროებმა მას ვიდეო გადაუღეს, რადგან ის გასულ თვეში მოულოდნელად გაუჩინარდა. Terzo reggimento d'assalto. ცოტა მთვრალია, მას დასცინიან კიდეც. მოკლედ, ჩვენი მეგობარი წავიდა, ფანჯიდან გადამიფრინდა, მეგობრობა არ გაუკეთებია, მაგრამ ნამდვილად ჩემს საკმაოდ პრობლემურ სიტუაციაში. აი ეს. მოითხოვეს ამის გაკეთება საკმაოდ პრობლემურ სიტუაციაში, აი ეს.
დასჯის ვიდეო იყო, ასე რომ შეიძლება ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბლოგერიც კი არ იყო, არც განსაკუთრებული იყო. მან უბრალოდ მაჩვენა, რეალურად კი მათ შვიდად და თავისუფლად გააგრძელეს თავიანთი კრიტიკის გამოხატვა. ამიტომაც ვაცნობიერებთ, რომ ეს მართლაც დიდი აქტივობაა, ვიდეო, რომელიც საბოლოოდ ტელევიზიაშიც კი მოხვდა. მაგალითად, დღეს უყურებდი ბოლო გამოსვლას, რომელიც საბოლოოდ ტელევიზიაშიც მოხვდა. რუსული ტელევიზიის ჩანაწელია თემაზე. რა არის რუსული მედიის მონიტორი? და შევნიშნე, რომ წამყვანსა და ამ კომენტატორს შორის საკმაოდ დიდი დაძაბულობა იყო. მესმოდა როგორც უწუნებდა ის, რომ უკრაინელები განაგრძობენ შეტევებს სულ უფრო ღრმად. რადგან სიმართლე რო ვთქვათ, მათი ცდილობები საკმაოდ წარმატებულია. წელს მათ შეძლეს ძალიან ბევრი რამ მიეღწიათ. ისინი არ ფიქრობენ სტრატეგიულ შეტევებზე ან ოპერაციებზე. ისინი ფიქრობენ მხოლოდ დარტყმაზე და ჩანს რომ ჩვენი ძალა იკლებს. ამიტომ უკრაინის შესაძლებლობების კრიტიკის ეს განხილვა, რომ რუსეთში სიღრმეში დარტყმები მიატენონ, როგორც ხედავთ, უკვე ტელევიზიაშიც აღწევს. ეს ადრე წარმოუდგენელი იყო. ერთი რამ მართალია, რუსი კომენტატორი ამბობს, რომ ომი თავდაცვით არავის მოუგია. სინამდვილეში კი უკრაინელებისთვის არ არის მთავარი გამარჯვება, არამედ გაძლება. თუ გახსოვთ, დაახლოებით 6-7 თვის წინ პირდაპირ ეთერში ვისაუბრეთ იმ სტრატეგიაზე, რომელიც უკრაინელებს ასეთ სიტუაციაში შეეძლოთ გამოეყენებინათ. და ეს ნამდვილად არ იყო შეტევითი მოქმედებები და 1991 წლის საზღვრებამდე დაბრუნება, არამედ ეს იყო 70%-იანი სტრატეგია. თუ მე ვერ ვაღწევ ჩემს მიზნებს, ვცდილობ ისე მოვიქცე, რომ შენც ვერ მიაღწიო შენს მიზნებს, რომლებიც ბევრად უფრო აშკარად აქვს გაცხადებული. რადგან შენ თავს სოფლიოში მეორე სამხედრო ძალად მიიჩნევ, თუ შენ გინდა დონბასის აღება და ეს საჯაროდ განაცხადე, თუ შენ გინდა უკრაინის აღება და ესაც განაცხადე, ჩემი გამარჯვება იმაშია, რომ შეგაჩერო ამის გაკეთებაში და ვეცადო რაც შეიძლება ძვირი დაგიჯდეს ეს ქმედება. და ამაში ჩემი აზრით უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანია დაცვაში ყოფნა და მცირე კონტრშეტევების განხორციელება, მაშინ როცა შეიმჩნევა, რომ რუსებმა ინიციატივა დაკარგეს. და გააგრძელონ ზეწოლა სიღრმეში ადამიანური რესურსების უაზროდ ხარჯვის გარეშე. ანუ ესეთი შეტევების განხორციელება, რომლებიც როგორც ნახეთ, იწვევს ბევრ განხილვას და დიდ დისკომფორტს რუსეთის შიგნით. ეს უდაოდ საუკეთესო სტრატეგიაა, როგორც ადამიანური თვალსაზრისით. დიახ, რესურსების თვალსაზრისითაც მით უმეტეს, რომ შეტევების რაოდენობა მხოლოდ გაიზრდება, რადგან როგორ გააჩერებ დრონების წარმოებას? ვერ გააჩერებ არც მეტი, არც ნაკლები. და როგორც ხედავთ, ბევრი კომენტატორი, სამხედრო და ბლოგერი რუსეთში სწორედ ამ საკითხზე მსჯელობს. ამბობენ, გონიათ, რომ ნაკლები იქნებიან, არა, მათი რაოდენობა გაიზრდება და ასევე მათი მარშრუტები და ტაქტიკაც განვითარდება. ისინი შეეცდებიან, რომ ისევ და ისევ მოსინჯონ. ტესტავენ, ეძებენ, ამოწმებენ ჩვენს სისტემებში ხვრელებსა და სისუსტეებს, ჩვენს თავდაცვით სისტემებში და გადატვირთავენ ქვეყნის წარმოებას და ჩვენს ტექნიკურ შესაძლებლობებს. რაც შეეხება საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მართვად რაკეტებს და ასე შემდეგ, რომლებიც მილიარდობით ღირს, მაშინ როცა ისინი იყენებენ დრონებს, რომლებიც დამზადებულია არის ქაფისგან და ღმერთო კარგო, ქაფი არის რაღაც რეზინის მსგავსი, მაგრამ შიგნით აერია. დამეხმარეთ. ქაფისგან, სწორია. ვამბობ, ჩვენ უნდა დავხარჯოთ მილიონები, რომ მეტი თავდაცვითი სისტემა შევქმნათ, მაშინ როცა ისინი გამოიყენებენ დრონებს, რომლებიც ქაფისგან, პოლისტიროლისგან და ასე შემდეგაა დამზადებული. და ამბობენ, რომ ნელ-ნელა მათი დამიზნების სისტემა ვითარდება. ისინი იყენებენ კოსმოსურ დაზვერვას, მიწიდან მიღებულ დაზვერვას და ბოლოს განახორციელებენ შეტევებს შორიმანძილის
დრონებით, ფრთოსანი რაკეტებით და ასე შემდეგ. ეს არის ის, რასაც ამბობენ სამხედროები და არც თუ პატარა ბლოგერები. ეს არის Rogozini, რომელსაც ყავს 90,000 გამომწერი, უბრალოდ თუ წარმოდგენა გქონდეთ. სხვაებიც კომენტარს აკეთებენ, ეს უფრო დიდი ბლოგერია, მას ვეტერანი ქვია და თითქმის 300,000 გამომწერი ხავს. დღეს უკრაინის ფრონტზე სიტუაცია ისეთია, რომ ამ შემოდგომაზე ან მობილიზაცია იქნება ან შვიდობის შეთანხმების გზა. დასათვალისწინებელია, რომ პირველად ამ ომში, აპრილში, რუკების მიხედვით, თუმცა, თქვათ ასე, ყველა თანხმდება, რომ თუ კი რუსებმა 2026 წლის აპრილში ტერიტორიული მოპოვებები არ დაკარგეს, ეს მაინც ყველაზე დაბალი თვეა მათ სასარგებლოდ ტერიტორიული ცვლილებების თვალსაზრისით. ეს არის რომანი, რომელიც კიდევ ერთია საკმაოდ მსხვილი, რომელიც ამბობს, რომ პუტინს ჯერ არ უპასუხია ხალხისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმასთან დაკავშირებით. სომოშკაზე, რომელიც პატრიოტული ომის დროიდან არ ჩანდა. მთელი ელიტა აკეთებს სახეს, თითქოს არაფერი მომხდარა. როგორც ხედავთ, ისინი სულ უფრო თამამები ხდებიან, ესე ვთქვათ, კომენტირების მხრივ. არის ისეთებიც, ვინც თავად აღლუმსაც კი აკომენტარებს და ასე შემდეგ. ამბობენ, რომ არ ვამტკიცებ, რომ ყველაფერი კარგადაა და თავს ბედნიერადაც არ ვაჩვენებ აშკარად. ეს თქვენ ძალიან კარგად იცით. ძალიან კარგად ვიცით, რომ ფრონტი კიდევ ერთ რიზის გადის, მტერი ახალი არახს იღებს და ჩვენ ჩამოვჭით. ამაში არაფერი ახალი. ბოლო 5 წლის განმავლობაში არც ერთი წელი არ გქონია კრიზისის გარეშე. აქ წერია 2022-ში გამოჩნდნენ ჰაიმარსები, 2023-ში კონტრშეტევა, 2024-ში კურსკის ოკუპაცია. 2025-ში კურსკიდან უკრაინელების რთული გაძევება სუმის რეგიონში. ეხლა კი 2026-ში ხორნეტები და სხვა საშუალო მანძილის დრონები ჩვენს ხაზს სისხლს სწოვენ. ის შეტევები, რომლებიც ადრე გაჩვენეთ. ულტრაგრძელ მანძილზე მოქმედი დრონები, ძალიან გრძელ მანძილზე მოქმედი დრონები, რომლებიც შის თესავენ, ზურგის სიღრმეში ტერორს თესავენ, სანქტ-პეტერბურგიდან ურალებამდე, მაგრამ ასევე ლოგისტიკურ გზებზე ისინი მნიშვნელოვნად აზიანებენ მათ შესაძლებლობას მართონ სიტუაცია. რაც დაახლოებით ის იყო, რაც რუსებს ჰქონდათ მიღწეული, თუ გახსოვთ. 2025 წლის ბოლოსკენ. რუსებს ჰქონდათ დანერგილი რუბიკონის ერთეულები, მათ შეეძლოთ ინტერდიქცია იმანის მიღმაც 50-60 კილომეტრამდე და ეს აბსოლუტურ სირთულეში აგდებდა უკრაინელებს. გახსოვდეთ, რომ ფრონტი და ამას უკეთესად ნახავთ რუკების დეტალებით და ასე შემდეგ, ძალიან ახლოს იყო კოლაფსთან. თუ გახსოვთ, გასული წლის აგვისტოში ერთ მომენტში რუსებმა შეძლეს პოკროვსკის ზემოთ უკრაინის ბოლო თავდაცვითი ხაზის გადალახვა. ეს იყო სწორედ ბოლო, რომელიც მაშინ შენდებოდა. და თუ გახსოვთ, უკრაინელებს დაახლოებით 2 თვე დასჭირდათ, რომ ის მდგომარეობა როგორმე შეეჩერებინათ. იქ იყო რისკი, რომ დაიწყებოდა დომინოს ეფექტი. ანუ, თუ რუსები უკრაინულ თავდაცვით სისტემებს გადალახავდნენ, რუსები უფრო სწრაფად შეძლებდნენ წინსვლას, ვიდრე უკრაინელები ახალ თავდაცვით სისტემებს ააშენებდნენ და ძალიან ახლოს მივიდნენ ამასთან. და ეს მოსაზრება არ არის, იმიტომ რომ თუ იქ აგზავნეს აზოვი, ბატალიონის სკალა 82, უკრაინის საუკეთესო დანაყოფები, რომ როგორმე შეეჩერებინათ მდგომარეობა, აქ იყო ეს. თუ გახსოვთ, რუსების მიერ შექმნილი სალიენტი, ისინი კარგად იცოდნენ, რას ნიშნავდა რუსების გარღვევა სწორედ ამ ზონაში, რომელიც პრაქტიკულად მდებარეობს კონსტანტინიუკასა და პოკროვსკს შორის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უკრაინელებმა შეძლეს ამ კრიზისის შეჩერება თავიანთი საუკეთესო დანაყოფებით. შემდეგ მოვიდა წვიმები ოქტომბერ-ნოემბერში და შემდეგ დადგა ყველაზე ცივი ზამთარი მას შემდეგ, რაც ეს ომი დაიწყო. ეს 4 მნიშვნელოვანი თვე უკრაინელებისთვის, ანუ ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, ოქტომბერ-ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი მისცა უკრაინელებს შესაძლებლობა რუსებმა რო დაკარგეს სტარლინკი და ასე შემდეგ, ქონოდათ დრო, რომ დაესრულებინათ სხვა თავდაცვითი სისტემები. ეს არის ყველაზე განახლებული რუკა.
რაც შეეხება შეგიძლიათ ნახოთ შედარება, მოძებნეთ გასული წლის სექტემბერ-ოქტომბრის ლაივები. აქ მხოლოდ ეს ხაზი იყო, რომ წარმოდგენა შეგექმნათ და სულღადაც არ იყო დასრულებული. დღეს უკრაინელები, როგორც ხედავთ, ქმნიან ბევრ სხვა თავდაცვით სისტემას. არა მხოლოდ აქ, არამედ თუ სხვა ზონებსაც დავაკვირდებით, ეს არის ზონა კამიანსკესა და ულეიპოლეს შორის. თუ გახსოვთ, რუსები გვერდიდან უვლიდნენ, ეხლა კი კომენტარს წაგიკითხავთ. უკრაინული თავდაცვითი ხაზები, რომელიც იმ დროს მხოლოდ ეს იყო, ეს ცისფერი არსებობდა, სხვა არაფერი იყო, ეს ორი ხაზი იყო, ეს იყო ზაპორიჟიას თავდაცვითი სისტემა, მხოლოდ ეს ზონა იყო. აქ მას შემდეგ, როგორც ხედავთ, უკრაინელებმა კიდევ ბევრი სხვა ხაზი განავითარეს. განსაკუთრებით კი განაგრძობენ მათ განვითარებას ზაპორიჟიას ზონაშიც კი, სულ უფრო და უფრო ჩახლართულს. საბოლოოდ რუსები თითქმის აქამდე იყვნენ მისულები, რომ თავდაცვითი სისტემები გადაელახათ, მერე ზაფხული დასრულდა და ვეღარ შეძლეს. შემდეგ უნდა ვნახოთ, შეძლებდნენ თუ არა ამას ადამიანური რესურსების თვალსაზრისით. რადგან მოდი გავიხსენოთ 2024-2025 წლებში რუსებს ყველგან ინიციატივა ჰქონდათ. ასე რომ და უკრაინელები ყველგან თავდაცვაში იყვნენ გარდა კურსკისა, თუმცა თუ ბოლომდე უნდა ვთქვათ, უკრაინელები კურსკში შეტევაზე იყვნენ. პირველი 3 კვირისა და 1 თვის განმავლობაში, შემდეგ კი ნელ-ნელა იქაც თავდაცვაში გადავიდნენ, ასე რომ ძალიან ახლოს მივიდნენ. რაც დღეს შემიძლია გითხრათ, 2024 წლის მაისთან, ან 2025 წლის მაისთან შედარებით, არის ის, რომ თავმოყრილობები არ არის. და დიდი რაოდენობით რუსული ჯარების თავმოყრა, როგორც ეს პოკროვსკის წინ მოხდა, რაც შეიძლება მიგვანიშნებდეს, თითქოს რუსული მასშტაბური შეტევა ყველა ფრონტზე იწყება. განმარტება. დრონები ნამდვილად ერთ-ერთი მიზეზია, ნამდვილად გაცვევა აღარ მიმდინარეობს ისე როგორც ადრე და ნამდვილად აღარ არის იმდენი კაცი რაოდენობრივად. როგორც წინა თვეებში, წინა წლებში, ხარჯები მაღალი იყო იმისთვის, რომ ყველა ფრონტზე ზეწოლა შეენარჩუნებინათ. არ ჩანს ბონუსების, გაწვევის და სხვა მსგავსი წახალისებების განსაკუთრებული ზრდა. გაითვალისწინეთ, რომ მიუხედავად ამისა, უკრაინაში არსებული ფრონტების დაახლოებით 70-80% მაინც რუსეთის ზეწოლის ქვეშაა. ამიტომ ისინი მაინც ინარჩუნებენ საერთო შეტევით აქტივობას, გარდა რამდენიმე სექტორისა, სადაც უკრაინელები კონტრშეტევებს ახორციელებენ და ნელ-ნელა რუსულ პოზიციებს ამცირებენ, განსაკუთრებით კამიანსკეს ზონაში. თუმცა კულეიპოლის რაიონში პენდულუმის გამოსვლის შემდეგ, სადაც უკრაინელებმა ისარგებლეს იმით, რომ რუსები ძალიან წინ წავიდნენ თავიანთი პოზიციების გამყარების გარეშე, უკრაინელებმა როგორ შეძლეს მათი უკუგდება, საკმაოდ უკან დააბრუნეს, ეხლა კი ისევ არის რუსული აქტივობა დაკარგული ტერიტორიის დასაბრუნებლად. ნამდვილად რუსები, რომლებმაც შეძლეს კამიანსკეს ბევრად იქით მისვლა, რუსული წინსვლის მაქსიმალური წერტილი იყო ვესელიანკისკენ, რომ წარმოდგენა შეგიქმნათ ძალიან ახლოს ვართ ზაპორიჟიასთან. დაახლოებით 5 თვის წინ რუსული დივერსიული დანაყოფები ახერხებდნენ ამ ტერიტორიამდე მისვლას. ახლა კი უკრაინელები ნელ-ნელა ამცირებენ რუსეთის კონტროლის ზონას და ზრდიან ნაცრისფერ ზონას. ფრონტის დანარჩენ მონაკვეთებზე ასე თუ ისე რუსები მაინც შეტევაზე არიან, ძირითადად შეტევაზე, მაგრამ ძალიან ლოკალურად. კუპიანსკის რაიონში, პოკროვსკის რაიონში ისინი იწყებენ წინსვლას ხრეშჩინეს მიღმა. რომ წარმოდგენა შეგექმნათ, უკვე დაახლოებით 1 წელია ასე ვართ. კოსტიანტინიუკის რაიონში ისინი სულ უფრო მეტად აღწევენ თავად კოსტიანტინიუკაში. მაგრამ ისის ბრძოლა სახლიდან სახლამდე. და ისინი, რა თქმა უნდა, აგრძელებენ წინსვლას სივერსკის, სლოვიანსკის მიმართულებით, ფაქტობრივად დონბასის რეგიონში. ეს ხო მათი მთავარი მიზანია. ამიტომ მიუხედავად ყველა სირთულისა, რეკრუტირებაში, მართვაში და ასე შემდეგ, ინიციატივა მაინც მათ ხელშია, თუმცა არა სტრატეგიულ დონეზე, არამედ ტაქტიკურ ადგილობრივ დონეზე. ნამდვილად ტაქტიკურ ადგილობრივ დონეზე.
კოსტიანტინივკის რაიონში რუსები ცდილობენ შეტევითი მოქმედებების განხორციელებას. უკრაინელები პასუხობენ, იცავენ თავს, მაგრამ ისინი არ ატარებენ ოპერაციებს პოზიციების დასაბრუნებლად ან რუსების ფლანგებზე საფრთხის შესაქმნელად ამხრივ. ამიტომ ვაცნობიერებთ, რომ უმეტეს შემთხვევაში სწორედ რუსები ახორციელებენ ზეწობას. მაგრამ არა იმავე ძალით და ინტენსივობით, როგორც წინა წლებში, რადგან ჩვენ არ ვხედავთ ძალების კონცენტრაციას. გაჩვენებთ კიდევ ერთ მონაცემს, რომელიც ჩემი აზრით საინტერესოა. თუ გადავხედავთ ბოლო თვეებში დაკარგული ტექნიკის ტიპებს, ასევე შევამჩნევთ, რომ აქტივობის უმეტესი ნაწილი ბოლოს ამუშავო, როგორც ყოველთვის მირკო, მაგრამ უკრაინელებმა ამ დღეებში სკოლაზე მიიტანეს იერიში, რადგან ვიდეოები ვნახეთ, თუმცა ძალიან არ ვენდობ. თუ არ ვწდები ეს რაღაც კადეტებთან დაკავშირებული იყო, მსგავსი რა. ამაზე ძალიან არ ვსაუბრობ, არც იმ 24 უკრაინელ სამოქალაქო პირზე ლაპარაკობ, რომლებიც წინა თავდასხმის დაიღუპნენ. ეს სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ამბები არ არის, ასე ვთქვათ. ტკივილზე აგებულ ტელევიზიას სხვები აკეთებენ. ეს არის უკრაინული თავდასხმები ნოემბრიდან დეკემბრამდე, იანვარი და თებერვალი 2025 და მარტი-აპრილი 2026 წლებში. დაყოფილი რუსული აღჭურვილობის მიხედვით. რატო არის დაყოფილი რუსული აღჭურვილობის მიხედვით? იმიტომ რომ ნარინჯისფერში ტანკებია, მწვანეში ქვეითთა მანქანებია, სატრანსპორტო და ქვეითთა მხარდამჭერი საშუალებები, ხოლო ცისფერ და ლუჩფერებში მოტოციკლები, ბაგები, კვადროციკლები და ასე შემდეგ. ამიტომ თავდასხმებისთვის არჩეული ძირითადი საშუალება, როგორც ხედავთ, მოტოციკლეტებია. ზუსტად იმ პროპორციით, რამდენი საშუალება გამოიყენება და შემდეგ ნადგურდება. ასე რომ, რა თქმა უნდა, დრონების ასეთი მაღალი აქტივობის პირობებში ყველაზე სწრაფი და პერსონალური საშუალება ასევე ისაა, რომლითაც ხარჯების გაყოფაც შესაძლებელია. თუ მოტოციკლეთს დაარტყამ, ერთ ადამიანს დაარტყამ, თუ ჯავშან ტრანსპორტიორს დაარტყამ, 8-10 ადამიანს შეიძლება დაარტყა. ამიტომაც ცდილობენ რისკის გაყოფასაც. და ამას აზრი აქვს. მობილურობა გჭირდება, როცა ამდენი დრონი დაფრინავს ირგვლივ. ასე რომ ეს საკმაოდ ნორმალურია. დიახ, მე გავიგე რომ ეს კადეტთა სკოლა იყო, მე აღარ მახსოვს დრონების ოპერატორები იყვნენ თუ დაზვერვის ან მსგავსი რაღაცის წარმომადგენლები. ამბობენ რომ ბევრი მათგანი უკრაინული წარმოშობის იყო, უკრაინული გვარებით და ასე შემდეგ. ამიტომაც, როგორც ხედავთ, დღევანდელი საქმიანობა ძალიან არის დაკავშირებული დრონებთან. ყველაფერი დრონებს უკავშირდება. როგორც ადგილზე მიმდინარე მოქმედებები, ასევე ის რაც ეხება შორ მანძილზე მიყენებულ ზიანს, რომელიც რუსეთში ხდება. ასევე რამდენიმე საკმაოდ საინტერესო რამეც მოგიმზადეთ. მაგალითად, მხოლოდ რუსი სამხედრო ბლოგერების სამყარო არ ატენებს კითხვებს, როგორც არმიის, ასევე სახელმწიფოს მართვასთან დაკავშირებით. მაგრამ პირველად გვაქვს შემთხვევა, როცა დუმის წევრებიც იწყებენ კითხვების დასმას. არ ვიცი რა დაემართება მას, რამდენად რისკავს, მაგრამ უდავოდ უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ რუსი პოლიტიკოსი un politico russo რუსეთის ფედერაციის ნოვოსიბირსკის რეგიონული კომიტეტის მეორე მდივანი. პრაქტიკულად ამბობს, რომ ალბათ დროა ეს ომი დასრულდეს. საინტერესოა, რომ უკვე პოლიტიკოსებიც იწყებენ აზრის გამოხატვას. რატო იწყებენ პოლიტიკოსებიც აზრის გამოხატვას? თუ გახსოვთ, 2 წლის წინაც კი იმის თქმაც კი ომში იყვნენ, ციხეში მთავრდებოდა. ამიტომ ალბათ ეხლა როცა რუსულ ტელევიზიასაც უყურებენ, რომელიც უკვე იწყებს პრობლემებზე საუბარს და უფრო ღიად ლაპარაკობს სირთულეებზე, ხო, ეხლა ალბათ უფრო მეტი სივრცეა საკუთარი აზრის გამოსახატად დიდი რისკის გარეშე. უფრო და უფრო მეტი კომენტატორი გამოჩნდა, რომლებიც იწყებენ თავიანთი აზრის თქმას, დეპუტატიც და ბევრი სხვა. ეს საინტერესოა, რადგან შემდეგ ჯაჭვურ რეაქციას იწვევს. რადგან, რა თქმა უნდა, თუ მას ყოფნის გამბედაობა ამის გასაკეთებლად, სხვებიც გააკეთებენ ამას. ამიტომ კი არის ცვლილება, არის ბევრი გამართლება მარცხებზე და ამიტომ უფრო მეც ლაპარაკობენ, უფრო კრიტიკულები არიან.
რუსეთის პარლამენტში გაკეთდა იშვიათი საჯარო მოწოდება ომის დასრულებისკენ. სახელმწიფო დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატმა რენატ სულეიმანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა ვერ გაუძლებს უკრაინასთან ხანგრძლივ ომს და საჭიროა სპეციალური სამხედრო ოპერაციის სწრაფი დასრულება. მან დაამატა, რომ ეხა ფედერალური ბიუჯეტის დაახლოებით 40% იხარჯება თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, რაც ზრდის ინფლაციას და ამცირებს სოციალურ ხარჯებსა და ინვესტიციებს. დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ომის დასრულების შემდეგ ქვეყანას მოუწევს მნიშვნელოვანი ხარჯების გაწევა რეკონსტრუქციასა და ვეტერანების სამოქალაქო ცხოვრებაში დაბრუნებისთვის. ეს არ არის ატლანტისტის პოზიცია. ეს არ არის სამხედრო ბლოგერი, არც დასავლელი ანალიტიკოსი, ან უკრაინელი ანალიტიკოსი, არამედ ჩვენ ვსაუბრობთ რუს დეპუტატზე, რომელიც ღიად საუბრობს ამ საკითხებზე პარლამენტში. და ის ერთადერთი არ არის. მე სპეციალურად ვაკეთებ ამას, მხოლოდ რუსულ წყაროებს ვიყენებ, როცა ამ საკითხებზე ვსაუბრობ, რომ ნახო, ვინ გამიბედავს რამეს თქმას. ისინი თავად აღწერენ სიტუაციას. ეს კიდევ ერთი რუსი სამხედრო ბლოგერია, მათი ეკონომიკა შესაძლებელია არის იმ მდგომარეობაში, რომელიც ამბობს, რომ მალავენ კატასტროფის ნამდვილ ბუნებას, რომელიც ხდება წინააღმდეგ შემთხვევაში რუსები შიმშილობენ, რუსი სამხედრო ბლოგერები. ამიტომ, როგორც ხედავთ, სულ უფრო მეტი წყარო იწყებს პრობლემებზე ღიად საუბარს. ზოგი უბრალოდ უწუნებს, ხოლო ზოგი ამბობს ეს ბევს ხსნის იმაზე, რაც მე რამდენიმე თვის წინ თეორიზებდი, ცენზურა, რუსული სოციალური ქსელების დახურვა. ჩემი აზრით ეს იმისთვის გაკეთდა, რომ შეეჩერებინათ ეს მზარდი კომენტარების ტალღა. ამიტომ ჩემი აზრით მათაც ესმით, რომ საუკეთესო შემთხვევაში ან ისე მობილიზაციას მოახდენენ, თუ გაგრძელება უნდათ, ან ჯობია ომი დაასრულონ. იმიტომ რომ მაინც რისთვის უნდა გააგრძელონ. სლოვიანსკი და კრამატორსკი ოფიციალური წყაროების მიხედვით რუსული არმიის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებით. სურთ დონბასი აიღონ ამ წლის შემოდგომამდე. მე უყურებ თარიღს, პრაქტიკულად ივნისია, ერთი კვირა გვაკლია ივნისამდე. ჩვეულებრივ გაზაფხულის შეტევები ძალიან ადრე იწყებოდა. თუ ეხლა დაიწყებ სლოვიანსკსა და კრამატორსკს შემოდგომისთვის მიაღწევ, უფრო სავარაუდოა, რომ ელონ მასკი ხვალ მარსზე ჩავა. არ არსებობს არანაირი გზა, რომ რუსებმა კრამატორსკსა და სლოვიანსკს მიაღწიონ ამჟამინდელ პირობებში, ამჟამინდელი ძალების რაოდენობით, შემოდგომისთვის. სროლის მანძილზე კი, მაგრამ ფიზიკურად კრამატორსკსა და სლოვიანსკში შემოდგომისთვის. გაუგონარია. კი, ახლოვდებიან, კი ბატონო, როგორც ხედავთ, განსაკუთრებით სივერსკის ფლანგზე მუშაობენ, თუმცა ბოლო დროს უკრაინული კონტრშეტევები მიმდინარეობს ლიმანის ფლანგებზე, რათა შეამცირონ რუსული სალიენტი. მაგრამ სანამ ლიმანი უკრაინელების ხელშია და კრამატორსკი და სლოვიანსკიც, წარმოუდგენელია, რომ შემოდგომამდე მათ დონბასის აღება დაასრულონ. სრულიად შეუძლებელია, რომ წარმოდგენა შეგიქმნათ, არ ვიცი ხედავთ თუ არა, საზღვარი აქამდე უნდა მოდიოდეს. ეს დონბასის საზღვარია. წარმოუდგენელია. ეს არის ისეთი ნათელია. როგორც მოლოდინი, ეს პირდაპირ გიჟურია. სინამდვილეში უკრაინელებს აწყობთ, რომ სიტუაცია ზუსტად ისეთი დარჩეს, როგორიც არის. დარჩეს გაჩერებული, შედარებით სტაბილური, უპასუხონ კონტრშეტევებით და გააგრძელონ მათი დრონებით დისტანციური დათმობის სტრატეგია, იქ სადაც ეს ნამდვილად მტკივნეულია. ამიტომ ჩემი აზრით სამხედრო ბლოგერების კრიტიკა კარგად გააზრებულია. ის მოლოდინები, რომლებიც მათ მიმართ არსებობს, აბსოლუტურად არ ემთხვევა რეალობას ფრონტზე. ამასთან თითქოს ესეც არ გმაროდეს. ამ ყველაფრის დროს, ან როცა შენ გქონდა იმედგამაცრუებელი აღლუმი, მოსკოვზე თავდასხმები და ასე შემდეგ, შუაში ესეც ჩაერია. გერასიმოვი, რა მნიშვნელობით ჩაერია გერასიმოვი?
გაჩვენეთ ეს წინა ჯერზე, მაგრამ ეხლა შეგვიძლია ბევრად უკეთ დავაკვირდეთ. გერასიმოვმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მეშვეობით გააკეთა განცხადება, რომ მე-6 არმიის შენაერთები იწყებენ შეტევას. კუპიანსკიდან დასავლეთის მიმართულებით, საერთო მიმართულებით შევჩენკოვოსკენ. თუ ვინმე ნახავს, სად არის შევჩენკოვო. და აქ მე ვაფართოვებ ხედვას კუპიანსკიდან შევჩენკოვოსკენ. ტექნიკური პრობლემა არსებობს. რუსები კუპიანსკში არ არიან, როგორ აპირებ კუპიანსკიდან შევჩენკოვოსკენ შეტევის დაწყებას. თუ კუპიანსკში არ ხარ, თუ არ აკონტროლებ მას და ოსკილის გაღმა ხარ, აღმოსავლეთით რუსული ხაზების რეალურ მდებარეობასა და შევჩენკოვოს შორის 30 კილომეტრია. 17 მაისს რიბარი, რომელიც ძალიან დაკავშირებულია რუსებთან და ფაქტობრივად think tank-ია, ცვლის რუკას და აჩვენებს რუსებს ბოროვაში. კარგი? რომელიც პრაქტიკულად ცოტა უფრო სამხრეთითაა, კუპიანსკთან შედარებით, ოდნავ უფრო ჩრდილოეთით, ბოროვა უფრო სამხრეთითაა. რატო გააკეთეს ეს? იმიტომ რომ განცხადებაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ამბობდნენ, რომ პირველი ჯავშან-სატანკო არმიის დანაყოფებმა გაათავისუფლეს დასახლება. ანუ აიღეს და გაათავისუფლეს. თუმცა სინამდვილეში 19 მაისს რუსული ანალიტიკური ცენტრი რიბარი იძულებული გახდა რუკა ხელახლა შეეცვა. უკან, როგორც ხედავთ, ეს იყო 17 მაისს, როცა რუსები ბოროვაში იყვნენ, ეს კი 19 მაისს, როცა რუსები ბოროვადან უკვე გასულები არიან. რატო? იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ ვიდეოები, რომლებიც ბოროვას აღების დასამტკიცებლად იყო ნაჩვენები, სინამდვილეში ყალბი იყო და ბოროვაში არ იყო გადაღებული. და ეს ყველაფერი თავად რუსმა ოსინტერებმა გააკეთეს. მათ ნახეს გენერალური შტაბის განცხადება, გააკეთეს გარკვეული გამოთვლები და ინახეს, რომ არ ემთხვეოდა. და თავად დაიწყეს ამ განცხადების გაბათილება. აქ შესაბამისად ხვდებით ბოლო 5 თვის არეულობას, კარგავს Starlinks, გიცენზურებენ სოციალურ ქსელებს, აღლუმის ასაცილო იყო, დედაქალაქს გიტევენ და გენერალური შტაბი არარსებულ შეტევას აცხადებს. და ადგილები, რომლებიც არ აუღიათ ყალბი მტკიცებულებებით. და მერე მათაც დაიწყეს კომენტარების დაწერა, ზოგიერთი კომენტარი ჩემი აზრით ძალიან გენიალურია, სარკაზმის თვალსაზრისით, არის ერთი სამხედრო ბლოგერი რუსულში, რომელიც ამბობს: ვერ ვიტან, როდის ვნახავ. ნახო ხარკოვის აღების განცხადება. წარმოდგენა შეგიქმნათ. მან კიდევ ერთი შეგირჩიათ, რომელიც ჩემი აზრით საინტერესოა, რომ სიტუაციის სურათი შეგიქმნათ. არა ისე რომ რუსებმა არ იციან რა უნდა გააკეთონ. პრობლემა ისაა, რა პოლიტიკურ ფასს უნდა გადაიხადოს პუტინმა რეფორმების გასატარებლად და არმიის გასაძლიერებლად. ამ კვლევას ნახავთ, რომელიც ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა, ეხლა დაჩვენებთ მას. სადაც ფაქტობრივად 2025 წელს რუსეთს ზოგიერთი ერთეულის რეორგანიზაციის გეგმა ჰქონდა, იდეა იყო, რომ ბევრი იმ ერთეული, რომლებიც ბრიგადის დონეზე იყვნენ, გარდაექმნათ. რადგან უნდა გაიგოთ, რომ ამ ომში როგორც უკრაინელები, ასევე რუსები მიხვდნენ, რომ პატარა ერთეულები, როდესაც დანაკარგებს იღებენ, სწრაფად კარგავენ შესაძლებლობებს, განსაკუთრებით საბრძოლო მხარეს. გაითვალისწინეთ, რომ ზოგადად ერთეულში მხოლოდ 40% იბრძვის რეალურად წინა ხაზზე. დანარჩენი სხვა საქმეებს აკეთებს. მიხვდნენ, რომ პატარა ერთეულები, როცა 20%-იან დანაკარგს იღებენ, უკიდურესად არაეფექტურები ხდებიან. ეს ეხება როგორც უკრაინის არმიას, ასევე რუსეთის არმიას. თუ ვინმე ნახავთ ძველ ლაივებს, სადაც მე ვაჩვენე
სისტემური და სტრუქტურული პრობლემები, როგორც უკრაინის არმიის, ასევე რუსეთის არმიის, მათ ჰქონდათ მსგავსი პრობლემები. ან პრობლემა იმაში, რომ ისინი ან ტაქტიკურ ბატალიონურ ჯგუფებზე იყვნენ დაფუძნებული, ასე იყო რუსების შემთხვევაში ომის პირველ ფაზაში, 2023 წელს ისინი ბრუნდებიან პოლკის სისტემებს. და უკრაინელები, რომლებიც დაფუძნებულნი არიან ბატალიონებისა და ბრიგადების სისტემაზე, ეს მაინც მშვიდობიანი დროის სისტემა, არა საომარი. ყველამ გააცნობიერა, რომ უკრაინელები გადადიან არმიის კორპუსის სისტემას. რუსებს სურდათ თავიანთი ძირითადი დანაყოფების ბრიგადებიდან, დივიზიებიდან ან პოლკებიდან დივიზიებად გადაკეთება და ეს პროცესი მიმდინარეობდა. რომ არა ის, რომ მათ სურდათ ორი ახალი საერთო საჯარისო არმიის შექმნა. და ამიტომ 70,000 იმ 450,000-დან, რომლებიც 2025 წლის განმავლობაში აიყვანეს, ამ მიზნისთვის უნდა დაეთმოთ. რო არა ის, რომ ომის დანაკარგებმა არ მისცა საშუალება ამ პროცესის დასრულებას, არც ზოგიერთი რუსული დანაყოფის მომზადების დონის ამაღლებას და არც სამორ არმიას. რო წარმოდგენა შეგექმნათ, არსებობდა იდეა გარდაექმნათ. გაფართოებულიყო 200 არქტიკული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადა. 71 დივიზიად ეს შეძლეს, ეს განხორციელდა. ცენტრალურ სამხედრო ოლქში სურდათ 2 დივიზიის ფორმირება, 74 და მე-15 ბრიგადების ბაზაზე. ჩაიშალა. საკმარისი ხალხი არ ხავდათ მოსკოვის სამხედრო ოლქში, სურდათ 27 ქვეითი ბრიგადის გაფართოება დივიზიად, ჩაიშალა. ვერ შეძლეს. სურდათ ახალი საარტილერიო დივიზიის, 34 დივიზიის შექმნა, რომელიც ნაწილობრივ განხორციელდა აღმოსავლეთ სამხედრო ოლქში, სურდათ 57 და 64 ბრიგადების გაფართოება. ქვეითები უნდა გადაექციათ დივიზიებად. ჩაიშალა. 653 მოტორიზებული ქვეითი პოლკის შექმნა ჩაიშალა. მხოლოდ 453 პოლკი ჩამოყალიბდა. ამის ნაცვლად მათ გამოიყენეს ეს ადამიანები იმისთვის, რომ შეევსოთ ამბის მორალი. 19 განახლების პროექტიდან, თქვა ბრიგადიდან დივიზიამდე 14 ჩაიშალა, 1 ნაწილობრივ განხორციელდა და 4 ნამდვილად განხორციელდა. რატომ მოხდა ასე? იმისგან, რაც დარჩა ყველა სხვა ერთეული საჭიროებასთან შედარებით ფრონტზე, რაც დარჩა, მათ შეძლეს დამატებითი ძალების შექმნა, თი-ძალების შექმნა. მაგრამ ეს რა არის 5-14-დან? საუბრობთ იმაზე, რაც ნაკლებია 30%-ზე. იმასთან შედარებით რაც იყო. მადლობა. გაფართოების გეგმებიდან გამომდინარე, როგორც წითელ ნაწილში ჩანს, არ არის განხორციელებული ან ნაწილობრივ არის განხორციელებული. ხოლო ცისფერით აღნიშნულია განხორციელებული გეგმები. როგორც ხედავთ, მათაც გაიგეს, რომ უნდა გაზარდონ ერთეულის ზომა და შექმნან დამატებითი ერთეულები. საინტერესოა აღინიშნოს, რომ 2025 წელს რუსებმა შეძლეს მხოლოდ 4 ან 5 რამ გააკეთონ 19-დან ამხრივ. ხოლო უკრაინელებმა 2025 წელს თუ გახსოვთ, მათ გადაწყვიტეს, რომ აღარ შექმნან ახალი ბრიგადები. ახალი ბრიგადები აღარ იქმნება, არამედ არსებული ბრიგადები ძლიერდება. რატო ხდება ეს არმიის რეფორმის და არმიის კორპუსებისკენ სვლის კონტექსტში? აუცილებლად უნდა გააძლიერო არსებული ბრიგადები, ახალი აღარ უნდა შექმნა. ამიტომ იმ შეტევითი ძალისხმევით, რომელიც რუსებმა განახორციელეს, მათ გადაწყვიტეს ძალების გადანაწილება და აღარ შექმნან ახალი ძალები. მათ მოიზიდეს 170,000 ადამიანი, უნდა შეექმნათ ეს ახალი დანაყოფები, მაგრამ რეალურად მხოლოდ 4-ის შექმნა შეძლეს. ეს ნიშნავს, რომ ყველა დანარჩენი ადამიანი გამოყენებული იქნა არმიის ძალისხმევის გასაძლიერებლად სხვა დანაყოფებში 2025 წლის განმავლობაში. რაც საინტერესო ფაქტია. დიახ, დაახლოებით 25-დან მხოლოდ 4 შეიქმნა სრულად, ერთი კი ნაწილობრივ. ასე რომ, ასეა საქმე, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ დივიზიის დონეზე 19 დანაყოფის შექმნის ნაცვლად მხოლოდ 4 შექმნეს. დანარჩენი კი სხვა მიზეზით იყო დამპირობებული. არსებული ძალების გაძლიერება მხოლოდ იმისთვის, რომ შენარჩუნდეს შეტევითი ძალისხმევა.
და ეს ნიშნავს, რომ რეკრუტირება საკმარისი არ არის შეტევითი ძალისხმევის შესანარჩუნებლად. და გარდა ამისა, არსებული დანაყოფების განახლება ან ახლის შექმნა ერთდროულად ორივე ვერ ხერხდება. ან შენარჩუნებ შეტევით ძალისხმევას და კომპენსირებ დანაკარგებს, ან ქმნი ახალ დანაყოფებს. ორივე ერთად შეუძლებელია. ეს რას ნიშნავს პოლიტიკური თვალსაზრისით? ეს ნიშნავს, რომ პუტინმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, არჩევანი უნდა გააკეთოს, რომ ჩემი აზრით ეს მას ძალიან აწუხებს, ეს არის გადაწყვეტილება ძალების გაზრდის შესახებ. დამატებითი მობილიზაციის ჩატარება, რაც იგივეა, რასაც ბევრი სამხედრო და ბლოგერი ეჯობს. ამიტომაც არის ეს ფაზა, როცა ყველაფერი თითქოს ცოტათი გაჩერებულია. არ არის დიდი ოპერაციები, რუს კომენტატორებში დიდი უკმაყოფილებაა და პუტინის მხრიდანაც არ არის მნიშვნელოვანი განცხადებები. გრძნობა ისაა, რომ მას ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, რომლის გადახარშვაც ძნელი იქნება. რუსებისთვის ამ კონკრეტულ მომენტში სხვათა შორის თავად რუსები იწყებენ საუბარს ეკონომიკურ პრობლემებზე, სირთულეებზე, ფასების ზრდაზე და ასე შემდეგ. რუსეთმა ომის ინდუსტრიის წყალობით შეძლო შიდა წარმოების გაზრდა და ამით სანქციების საკითხის ნაწილობრივ გადაფარა, იმიტომ რომ წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა. პრობლემა ისაა, რომ ეს წარმოება იზრდება მაშინ, როცა შენ 100%-ით ამუშავებ მუშახელს. შემდეგ, როცა ომის ძალისხმევისთვის ხალხის მობილიზებას იწყებ, გარდაუვალია, რომ ეს ბიძგი, რომელსაც საომარი ეკონომიკა დაძლევს, გარკვეული დროის შემდეგ მთავრდება. და ამას მე არ ვამბობ. ეს ისაა, რასაც რუსი ეკონომისტები რუსულ ტელევიზიაში ამბობენ. ის ამბობს, რომ მანქანების სფეროში მუშაობს, დიდი ინდუსტრია. ამას აღარ გავიმეორებ მის ზუსტ სიტყვებს ან იმ განმარტებას, რომელიც დუმიდან, ანუ პარლამენტიდან მიღებულ წერილებში მივიღე. მაგრამ საკითხავია რა უნდა გავაკეთოთ. პირველ 4 თვეში სპეციალიზებული მანქანათმშენებლობის ინდუსტრია, ან ტექნიკური მანქანები და ასე შემდეგ 51%-ით შემცირდა. ასე რომ კითხვა რა იქნებოდა, ეკონომიკური განვითარების მინისტრი აცხადებს, რომ უნდა გავაკეთოთ რაღაცა, რომ მიმდინარე ციკლი დავასტაბილუროთ. მაგრამ ამბობს, რა დარჩა დასასტაბილურებელი. მადლობა. მან თქვა fine tune, რაც ნიშნავს, რომ უნდა დაუხვეწოთ, გავაუმჯობესოთ, დავარბილოთ, ესე ვთქვათ. და ის წუხს, რომ აშკარად აღარაფერი დარჩა დასარბილებელი. მადლობა. ამიტომ ამბობს, რა უნდა მოხდეს ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკაში ეხლა. გზების მშენებლობის ან სოფლის მეურნეობისთვის ტექნიკის მოთხოვნის აღსადგენად თუ უკვე დავკარგეთ წარმოების 51%, ის ამბობს კიდევ რა უნდა მოხდეს. სანამ პასუხი იქნება. ის ამ საკითხებზე საუბრობს, რა თქმა უნდა. დიახ, დასახვეწია. ამიტომ ესენი ყველა რუსი კომენტატორია, რომლებიც ღიად საუბრობენ, როგორც ხედავთ, არა მხოლოდ სამხედრო საკითხებზე, არამედ ეკონომიკურ საკითხებზეც. არის დუმის დეპუტატი, რომელიც ამბობს, რომ უნდა დაიხუროს. არიან სამხედრო ბლოგერებიც, რომლებიც ამბობენ. ან მობილიზაცია უნდა გამოცხადდეს, ან მშვიდობა უნდა მოითხოვონ, რადგან სხვა ალტერნატივა არ არსებობს.
და ნამდვილად ზოგჯერ რაღაცები უბრალოდ კვარტერის გამო ხდება. დიახ, კვარტერი ჩვენთვის კვარტალია. სხვადასხვის ამას ახლა ყოველთვის რუსი სამხედრო ბლოგერებიც ამბობენ და ეს არ არის ჩემი მოგონილი. ეს 22 მაისი დათარიღებულია. სევასტოპოლში, ანუ კირიმში საწვავის დეფიციტია. ეს იმის გამოა, რომ უკრაინელები სისტემატურად უტევენ ის გზა, რომელიც ლაივის დასაწყისში გაჩვენეთ, სწორედ კორიდორის თემა. ეს წერს რომანოვი, რუსი სამხედრო და ბლოგერი, რომელსაც 151,000 გამომწერი ჰყავს. ვფიქრობ მის მეორად არხზე, რომ წარმოდგენა შეგექმნათ. ასე რომ ეს ყველა ფაქტორი ერთად ნამდვილად ქმნის დიდ სტრესს და კრიტიკას. მაგრამ როგორც ვთქვი, ცოტანი ამბობენ, რომ ომი უნდა დასრულდეს, ან მობილიზაცია უნდა გამოცხადდეს, ან ომი უნდა დასრულდეს. უმეტესობა კი ითხოვს სამაგალითო პასუხებს, ანუ ომის ესკალაციის გაზრდას. ამიტომ ჩათვლით რუსული სამყაროდან, განსაკუთრებით სამხედროებისა და ბლოგერების ამ კრიტიკას იმის ნიშნად, რომ მათ ომის დასრულება უნდათ. არა, მათ ომის დასრულება არ სურთ. მათ სურთ, რომ პუტინმა მკაცრი გადაწყვეტილებები მიიღოს. რაც სრულიად განსხვავებული რამე. ისინი ქორები არიან, არა მტრედები. ამიტომ ყურადღებით იღავით ამ საკმაოდ განსაკუთრებულ საკითხთანაც. ამით ვისარგებლებ, რომ ცოტა ხნით შევისვენო და თქვენს კითხვებსაც უპასუხო. ამასობაში მოემზადეთ, კითხვები თავში გადაივლეთ თუ გაქვთ, რადგან, რა თქმა უნდა, უკრაინის მდგომარეობა არ არის იდეალური, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დედაქალაქში 4 წლის განმავლობაში დაბომბვების გადატანა ამან ისინი გარკვეულწილად შეაგუა, ანუ ბევრი მეტი არაფერია. ის რაც რუსებს შეუძლიათ გააკეთონ უკრაინელთა მორალის დასანგრევად, არის ის, რომ რუსებს არასდროს გამოუცდიათ ის, რაც უკრაინელებმა გადაიტანეს. და ეხლა ისინი ამას ყველაზე ცუდ დროს განიცდიან. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ძლიერ გავლენას მოახდენს კრიზისის ზოგადი ჩიხის დროს. რადგან ისინი ახლა განიცდიან იმას, რასთანაც უკრაინელებს 4 წელი ჰქონდათ შესაგვებლად. და ეს ძალიან დიდი გავლენაა ჩემ თვალსაზრისით ომების მართვაში. ძალიან მნიშვნელოვანია მაშინაც, როცა იღებ დართვას, რომელიც ძლიერად აზიანებს სიამაყეს, რომელიც ზიანს ატენებს ოჯახების ცხოვრებას და ასე შემდეგ. ამიტომ ბატონებო, მე ამ შესაძლებლობას ვიყენებ სპონსორზე სასაუბროთ. თქვენ კი ამ დროს კითხვებზე იფიქრეთ, კარგი? ფიქრობ, თქვენც როგორც მე, ყოველდღე იღებთ სპამ წერილებს სერვისებისგან, რომლებიც არც კი გახსოვთ. იგად ძალიან მოსაწყენ რობოტ უზარებს, რომლებიც გთავაზობენ რაღაცებს, ტარიფებს, შეთავაზებებს. დაგიკვირდებათ, როგორ მოხდით მათ სიაში. იცოდეთ, რომ ყოველ ჯერზე, როცა საიტზე რეგისტრირდებით და ის საიტი არაფერს გთხოვთ, ყველაფერი უფასოა, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი თქვენ ხართ. აბა რა არის ინკონი? ინკონი არის სერვისი, რომელიც ონლაინში პირადი მონაცემების სხვადასხვა საიტებიდან და მონაცემთა ბროკერებისგან წაშლას უზრუნველყოფს. მიზანი არის თქვენი ონლაინ ინფორმაციის შენცირება. ასე რომ ინკონი შუამავლობს ამ მონაცემთა ბროკერებთან. და ეს გეხმარებათ არა მხოლოდ იმაში, რომ თქვენი მონაცემები აღარ გაიყიდოს მარკეტინგული მიზნებისთვის, არამედ ასევე ამცირებს სპამს ელპოსტაზე, არასასურველ ზარებს და ასე შემდეგ. ნაკლები მონაცემი ონლაინ ნიშნავს ნაკლებ შესაძლებლობას პროფილირებისთვის, ასევე ამცირებს მიზანმიმართული თავდასხმების, როგორიცაა ფიშინგი რისკს. ინკონი სხვებისგან განსხვავებით თქვენს მონაცემებს არ დადაყიდის. რა თქმა უნდა, ძალიან ცოტა გიწევ გადახდა, უბრალოდ თითქმის არაფერს, რადგან თუ ჩემს კოდს გამოიყენებთ, 60%-იან ფასდაკლებას მიიღებთ. ლინკს აღწერაში, ჩატში, გამოკვეთილ კომენტარში იპოვით და ამასთანავე არხსაც უჭერთ მხარს. დაიმახსოვრეთ, თუ ვერ გიპოვიან, ვერ შეგაწუხებენ. ამიტომ ინკონი არის თქვენი და ჩემი პრობლემების გადაწყვეტა. პირადად მე ვიყენებ მას, ძალიან სასარგებლოდ მიმაჩნია, ვთქვათ, საკუთარი დროის დაფასებისთვის. რადგან არ მინდა რომ თავი შემაწუხონ. არ მჭირდება სატელეფონო ზარებზე, სპამზე და მსგავს რაღაცებზე პასუხის გაცემა. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც ეს გააკეთა, ვიცი რომ ვიღაცამ Instagram-ზე გამომიგზავნა მათი კომპანიისთვის ლინკის მოთხოვნა, რომ ჩემი კოდები გამოიყენებინათ კორპორაციულ დონეზე. ამიტომ მადლობას ვუხდი მათ, ვინც ეს გააკეთა. როცა ომი დასრულდება,
ვინ გადაიხდის რუსეთის ანგარიშს? ეს იგივე კითხვაა, რომელსაც სამხედრო ბლოგერები სვამენ, მაგრამ არა ომის დასრულებაზე, არამედ ინდივიდუალურ პასუხისგებლობებზე. იმასთან დაკავშირებით, რაც ახლა ხდება, მაგალითად, თუ მოსკოვზე თავდასხმამდე მივლენ, ვისი პასუხისგებლობა იქნება ეს? ეს ანტისაჰაერო თავდაცვის მეთაურის პასუხისგებლობაა. ეს სამიზნეების შერჩევაზე პასუხისგებელი მეთაურის პასუხისგებლობაა, რომელმაც არ იფიქრა უკრაინის საწარმოო შესაძლებლობების განადგურებაზე. არის ერთი ხუმრობა, რომელიც მე ძალიან სასაცილოდ მიმაჩნია, რომელსაც ყოველთვის რუსი სამხედრო ბლოგერები ამბობენ, სადაც როგორც ნახეთ, არ აცხადებდნენ, რომ ეს არსებობს. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ კუპიანსკიდან ამ სოფლისკენ შეტევა მიმდინარეობს და იმავე რუსმა სამხედრო ბლოგერებმა დააკომენტარეს კომენტარეს. ბოლო ვინც თქვა რომ კუპიანსკი აიღო, რუსეთის გმირი გავხადეთ. ისინი საკუთარ თავზეც ირონიულად საუბრობენ, ეს ის იყო, ვინც თქვა, რომ კუპიანსკი უნდა აიღო, არა უღია, ჩვენ კი დავიჯერეთ. შემდეგ გახსოვთ სცენა ზელენსკისთან, უკრაინული კონტრშეტევები და კუპიანსკის გათავისუფლება. და მას медали მისცეს, პუტინმა медали მიანიჭა და დანარჩენი ყველაფერი იმისთვის გადაიხადა, რომ მოითხოვა და ასე შემდეგ. არა, პასუხისგებლობას ითხოვე, რაც დაახლოებით იგივე პრობლემაა, რაც ბიბის აქვს ისრაელში. თუ ომი დასრულდება, მასაც მოუწევს პასუხისგებლობაზე. ამიტომ არა, ეს არ არის ომის შემდგომი საუბარი, ეს ახლა პასუხისგებლობის საკითხი. რატო ჩავარდა რეკრუტირება, რატო ჩავარდა ის შეტევა, რატო ჩავარდა ერთი ან მეორე ადგილის დაცვა, ეს ომის შემდგომი საუბარი არ არის. ისინი განტევების ვაცებს ეძებენ, წმენდებს და მსგავს რაღაცებს ითხოვენ. ეს ომის შემდგომი საუბარი არ არის, ეს არის პასუხისგებლობის საკითხი იმაზე, რაც ახლა ხდება ბრძოლის ველზე. სპარტაშორის ისინი მართალი იყვნენ, აბსოლუტურად მართალი, როცა ამბობდნენ, რომ უკრაინული დამიზნება მხოლოდ გაიზრდება და გაუმჯობესდება პალანტირის მონაწილეობით. ავტომატური დამიზნების სისტემით მას ბუჟზე მიამაგრებ და გაუშვოთ. არა მხოლოდ ის, რომ ალექს კარპის სხვადასხვა ვიზიტები ადასტურებს, რომ ეს გამოიყენება და ინტეგრირებულია დამიზნების ტექნოლოგიასთან, რომელიც უკრაინელებმა შექმნეს. ანუ ეს არის ნაზავი იმ ნაწილის, რომელიც უკრაინელებმა გააკეთეს და იმ ნაწილის, რომელზეც თავის მხრივ პალანტირმა იმუშავა. ანუ ეს დრონებიც მარტივი იქნება წარმოებაში, მაგრამ მაინც სამიზნემდე მისასვლელი მარშრუტის არჩევაში სისუსტეების პოვნაზე დიდ როლს თამაშობენ ეს ხელოვნური ინტელექტის გიგანტები. ამასაც აკეთებ. როგორც ჩანს, მან ისაუბრა Battlefield Technologies აღმასრულებელ დირექტორთან და სხვა უკრაინული იარაღის წარმოებლებთან, მათ შორის იმასთანაც, ვინც თავად აწარმოებს ვარდისფერი ფლამინგოები. ასე რომ საინტერესოა, დიახ, ფიქრობ ეს არის ურთიერთგაცვლის პრინციპი. უკრაინელებმა ნამდვილად შეაგროვეს ძალიან ბევრი მონაცემი ადგილზე და ნამდვილად ხელოვნური ინტელექტი ამ მონაცემების ანალიზისას შეიძლება მივიდეს ისეთ დასკვნებამდე ან დააგეთოს ესეთი ანალიზი, რასაც უკრაინელები გონებრივად ვერ შეძლებდნენ. ამიტომ ალბათ ეს თანამშრომლობა. ამ მხრივ პალანტირს აქვს უპირატესობა რეალური მონაცემების მიღებაში ადგილზე და ისინი იყენებენ პალანტირს მარშრუტების, სისუსტეების და მსგავსი საკითხების ანალიზისთვის. წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცა მიკითხა, როგორია დრონების მდგომარეობა, ხო? მეცნიერი გავს იმ კაცს ფილმიდან დამოუკიდებლობის დღე, გახსოვთ? რომელიც თამაშობდა, იგივე მსახიობი იყო, ვინც Star Trek-ში Data-ს როლს ასრულებდა. კიდევ ერთი საკითხიც არის, თუ უკრაინული აქტივობები, პლანირებადი ბომბები და ის ფაქტი, რომ თვითმფრინავები ყოველთვის პასიურად გამოიყენებოდა, ერთმანეთს დაუკავშირებთ. თუ უკრაინელები დაიწყებენ, თქვათ, რუსებს იმავეს გაკეთებას, რასაც რუსები უკრაინელებს უკეთებენ, განსაკუთრებით პლანირებადი ბომბების მხრივ. ანუ, რა თქმა უნდა, უფრო შეზღუდული რაოდენობით, უფრო კონცენტრირებულად, ალბათ მხოლოდ ზოგიერთ ზონაში.
რადგან ეს შეუძლიათ იმ რაოდენობის თვითმფრინავებით რაც აქვთ, ვერ დაარქმენ ყველაფერს, შეუძლიათ კონცენტრირდნენ მხოლოდ გარკვეულ ზონებს. სხვათა შორის ვამჩნევთ ასევე კარდი კლემენ მოლინის წყალობით, რომ ბომბდასხმების აქტივობა, ეს მაგალითად კულიაიპოლის ზონაშია. ეს არის ლუკაზე დატანილი მონაცემები რუსეთის აქტივობის შესახებ. ის ბევრად ნაკლებია ვიდრე წინა თვეებში. ბრენდ სპაინერის შესანიშნავია ის მსახიობი, რომელიც თამაშობდა დეიტას და გიჟმეცნიერს ფილმში დამოუკიდებლობის დღე. ხედავთ, რომ რუსები ნაკლებად ახორციელებენ პლანირებადი ბომბებით და ბომბის მისიებს და ეხლა ბომბდასხმების აქტივობა ძალიან კონცენტრირებულია გულიაიპოლესა და პოკროვსკის სექტორებში. სლოვიანსკი. ასე რომ ძალიან კონცენტრირებული სექტორებია, შეამჩნიეთ, რომ პლანირებადი ბომბების განლაგების ნიმუში პრაქტიკულად იდენტურია უკრაინული თხრილების განლაგებასთან. ამიტომ ეს მოქმედება მიზანმიმართულად ხდება უკრაინული თავდაცვითი სისტემების მეთოდურად დასანგრევად. დავაკვირდით, რომ ისინი მართლაც მნიშვნელოვნად შემცირდა. კონცენტრირებულები არიან, შემცირდა. არ ვიცი, ეს კაცების დაღლილობის ან სხვა მიზეზების გამოა, მაგრამ საინტერესოა ამის შემჩნევა. ეს მაგალითად სექტორი. დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, არის 500 შეტევა კულიაიპოლის მიმართულებით. აპრილში, თებერვალში, მარტში, აპრილში, სულ არის 500-600, 500-600-900. იმ რიცხვებთან შედარებით, რაც შაშან ჩანდა პოკროვსკის ზონაში, სადაც საუბარი იყო თვეში 2000-3000 პლანირებად ბომბაზე შესაბამისად, აღწევდა 6-8,000. 3 თვის განმავლობაში ეს არის დაახლოებით 50-60%-ით შემცირება. ამ ტიპის მოქმედება, ანუ პლანირებადი ბომბების ჩამოგდება 80-დან 100-მდე კილომეტრამდე მანძილზე. ეს შეუძლიათ უკრაინელებსაც მირაჟ 2000 F-16-ით და ასე შემდეგ, თუ მათ გარკვეულ ზონებში სისტემურად დაასუსტეს რუსეთის სააერო თავდაცვის სისტემა. რადგან ეს ნამდვილად ვერ იქნება ზოგადი საუბარი მათი შესაძლებლობებისა და რესურსების გათვალისწინებით. მაგრამ ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინელები თავიანთ ავიაციას შეტევითად და არა უბრალოდ თავდაცვითად გამოიყენებდნენ. ეს თუ მოხდება, ნიშანდობლივი იქნება რუსული საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების დაქვეითების, რადგან მათ უწევთ უკრაინული დრონების შეტევებთან გამკლავება თითქმის ყველგან. და ეს არის უკრაინული მიზანმიმართული შეტევა სწორედ ამ ტიპის თავდაცვების დასაქვეითებლად. ასე რომ როგორც ხედავთ, ყველაფერი ძალიან დაკავშირებულია და ეწერება გრძელვადიან სტრატეგიაში. ასე რომ დაველოდებით და ვნახავთ, მე რა თქმა უნდა გაჩვენეთ მხოლოდ მცირე ნაწილი იმ ყველა წყაროსი რაც გამოვიყენე, იმიტომ რომ არ ვაპირებ აქ დაუჯდე და ყველა სუპერპუნქტი წაგიკითხოთ და ასე შემდეგ. მაგრამ ნახავთ 20, 30, 40 წყაროს. რაც შეეხება რუსულ კომენტარებს, როგორც ეკონომიკურ მხარეს, ისე იმას, რაც მოსკოვში მოხდა, აღლუმს, ომის მიმდინარეობას, ზოგადად მე გულწრფელად ვფიქრობ, რომ დასასრულებლად ან პუტინი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც მისი გარემოცვა მაინც ითხოვს, ან გულწრფელად რო ვთქვათ, არსებული რესურსებით. თავარი შეტევები ფრონტზე უკვე დრო გასულია. ამიტომ ისინი ალბათ მხოლოდ დონბასის ზონით შემოიფარგლებიან, მაგრამ არა დონბასის შემოდგომამდე ვერ აირებენ ოცნებაშიც. ვფიქრობ, უკრაინელებისთვის ყველაზე მძიმე პერიოდი 2025 წელი იყო, როდესაც უკრაინის ბოლო დაუსრულებელი ხაზიც გადალახეს და რომ ისინი ძლივს გადარჩნენ, საუკეთესო დანაყოფები გაგზავნეს და ძლივს იხსნეს ის მდგომარეობა. იმ დროიდან მოყოლებული, ჩემი აზრით, წვიმების სეზონი, ზამთარი და სხვა ყველაფერი. დიახ, უხილავი საათი, დეკოდირება, ყველაფერი რაც მოხდა, რაც ზოგჯერ არც კი არის პუტინის კონტროლის ქვეშ. ზამთარი პუტინის კონტროლის ქვეშ არ არის, სტარლინკის პუტინის კონტროლის ქვეშ არ არის. ჩემი აზრით, 2 წლის შეტევის შემდეგ, ბოლო 5-57 თვეში მართლაც ბევრი უარყოფითი რამ მოხდა. რუსეთის მხარეს შემოვლა აღლუმი, მოსკოვზე შეტევა და ასე შემდეგ, რომლებმაც იდეალური ქარიშხალი შექმნეს. რაც უკრაინელებს უდაოდ უკეთეს მდგომარეობაში აყენებს,
2024-25 წლებთან შედარებით, როცა ისინი ყველგან ზეწოლის ქვეშ იყვნენ და მართლაც სასოწარკვეთილები იყვნენ. მე ვფიქრობ, რომ პირდაპირ დანახარჯის ზრდა, არა ფრონტზე, რომელიც ჩვეულებრივ შორეული ხარჯია, რუსებისთვის ეს ომი იყო, რომელიც ტარდებოდა გულისა და გონებისგან შორს. და თუ ეს ომი გადადის ქვეყნის გულში, სადაც ნამდვილად სანქტ-პეტერბურგი, მოსკოვი და სხვები მიიღებენ თავდასხმებს, ისე როგორც მიიღეს უკრაინელებმა, ეს აღარ იქნება მდგრადი, არც მეტი, არც ნაკლები, უბრალოდ შიგნით ვეღარ გაამართლები. თქვენ წარმოიდგინეთ სახელმწიფოს მეთაური, როგორიცაა პუტინი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში უსაფრთხოების ნაცვლად დაუცველობას მოაქვს. ეს სწორედ ისაა, რაც მას ჰქონდა დაპირებული. სპეციალური ოპერაცია, რომ ყველაფერი წესრიგში მოეყვანა. მაგრამ ამის ნაცვლად ომს საკუთარ სახლში მოაქვს. იქ ნამდვილად პასუხისმგებლობის გამო თავები დაგორდება და ეს სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება. როგორც წინა პირდაპირ ეთერში თქვა, უკრაინული სტრატეგიის ალტერნატივები რუსებისთვის არც თუ საუკეთესოა. მაგრამ რუსულ ტელევიზიებშიც კი საუბრობენ იმაზე, რომ ამ პროდუქციის დიდი ნაწილი ევროპაშიც იწარმოება. ამიტომაც ბევრი სამხედრო და ბლოგერი ამბობს, მოდი პირდაპირ დავარტყათ იმ ქარხნებს, რომლებიც უკრაინელებს ამარაგებენ. ეს უკრაინელების სასარგებლოდ იქნებოდა, თუ რუსები დაარტყამდნენ ქარხანას ესტონეთში, ლიტვაში, პოლონეთში და ასე შემდეგ. გექნებოდა კონფლიქტის გაფართოება. და პირდაპირ ჩართვა, რაც რუსებს ნამდვილად არ სურთ და ვერ შეძლებენ თუ არაფერს დააკეთებენ, ალბათ უკრაინელების შესაძლებლობებები Starlink-ის ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და მათი წარმოებით და მიზნების მაღალი სიზუსტე მხოლოდ გაიზრდება. ეს არ არის კარგი მდგომარეობა, სადაც ყოფნა ნაგინდა, ერთადერთი გამოსავალია ან დასრულება, ან ესკალაცია. ეს ერთადერთი იარაღია, რომელიც უკან რჩება. და არ მგონია, რომ პუტინს ესკალაციის საშუალება არ აქვს, რადგან ესკალაცია, როგორც არ უნდა იყოს, ისევ დავბრუნდებით სცენარ ერთზე, ანუ იმაზე, სადაც სხვა ქვეყნების უფრო დიდი ჩართულობა იქნება. არა მხოლოდ დახმარების, წარმოების და მსგავსი საკითხების თვალსაზრისით, ამიტომ ან მოიგებ ამ ომს უზარმაზარი რისკის გაწევით, ალბათ კიდევ 1 მილიონი კაცის მობილიზებით მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ან თუ დარჩები ამჟამინდელ პარადიგმაში. გარდაუვალია, რომ თუ არ იქნება რუსების მხრიდან დამატებითი მასშტაბური შეტევები, რომლებიც უკრაინელებს და ფრონტის გამძლეობას დაათრება, უკრაინის შესაძლებლობა სისტემურად დაარტყას რუსებს გაიზრდება. დრონების წარმოებისა და დრონების გამოყენების თვალსაზრისით ისინი თანაბრდებიან, როგორც ფრონტზე, ასევე ქვეყნების შიგნით. ეს იყო ის საუბარი, რომელიც ამ არხზე მილიონჯერ მქონია სტრატეგიული ბალანსის შესახებ. რომ რუსებს შეეძლოთ დაუსჯელად დაერთხათ უკრაინელებს, ხოლო უკრაინელებს არ შეეძლოთ დაერთხათ რუსებს. ეს ჩვენ არასდროს გდომებია უკრაინელებისთვის მიგვეცა. ყველა იმ შეზღუდვით, რაც HIMARS-ის Storm Shadows და სხვა მსგავსი იარაღის გამოყენებას ახლავს. მე ყოველთვის მიკვირდა, როგორ შეძლებდნენ უკრაინელები რუსების შეჩერებას, რომ აღარ გაეგრძელებინათ ეს ომი. რადგან მათ მხოლოდ უკრაინის შიგნით შეეძლოთ იარაღის გამოყენება. ეს არასოდეს დააზიანებდა რუსების მორალს, წარმოების შესაძლებლობებს და განსაკუთრებით იმას, რაც ომს კვებავს, ანუ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, გაზს და ასე შემდეგ. ეხა, როცა მათაც შეუძლიათ დაარტყან იმას, რაც ქვეყანას კვებავს, რადგან ეს ქვეყანა ძირითადად ნედლი რესურსების მოპოვებით ცხოვრობს, ყველაფერი იცვლება. თუ ეს შესაძლებლობა არსებობს, მე ყოველთვის ასე ვამბობდი, თუ უკრაინელები შეძლებენ დროთა განმავლობაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და სხვა საწარმოებზე, მუდმივი საწარმოებზე მუდმივი შეტევის შენარჩუნებას, ეს ზიანი დროთა განმავლობაში დაგროვდება და განსაკუთრებით ზრდება უკრაინის შესაძლებლობები, მაშინ როცა რუსეთი უზარმაზარია. რუსეთი მსოფლიოში არ ასწევს ქვეყანა, რომელსაც შეეძლოს არც კი ამერიკელები თუ მათ საკუთარ მიწაზე ათასობით და ათასობით დრონით შეუტევენ, არ აქვს შესაძლებლობა ყველაფერი დაფარონ. ამიტომ ეს ნამდვილად ჭკვიანური სტრატეგია უკრაინელების მხრიდან. მით უმეტეს რომ ეს არ გაძალებს მძლავრი შეტევების დაპირებას. ეს მოწინააღმდეგეა, რომელმაც განაცხადა რომბასის აღება სურს. ეს მოწინააღმდეგეა, რომელიც უნდა დახარჯოს რესურსები მის ასაღებად. ასე რომ ამ მომენტში უკრაინელები
არ შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი იდეალურად აქვს, მაგრამ უდავოდ მათი პერსპექტივები ეხლა უკეთესია, ვიდრე 2024 ან 2022 წლებში იყო. მე ვფიქრობ, რომ უკრაინელებისთვის ასე თუ ისე ეს მდგომარეობა საკმაოდ მისაღებია. სტრატეგიული ნულიფიკაცია ზუსტად ირანის სტრატეგია. კალი ხარ მარკო? მე არ შემიძლია ბევრად უფრო დიდ მოწინააღმდეგეს დავამარცხო, ამიტომ სიმეტრიულ სტრატეგიას ვიყენებ. მე ზიანს მოგაყენებ, შენ შეგიძლია გააგრძელო კიევის დაბომბვა, ლვოვის დაბომბვა და ასე შემდეგ. მაგრამ პოლისტიროლისგან დამზადებული დრონების წარმოებას ვერ შეაჩერებ. და აქ ნამდვილად თუ ვინმემ სამიზნეების შერჩევა უნდა გააკეთოს. რუსული სამიზნეების ანალიზი, უკრაინული სამიზნეების ანალიზი. რუსეთს ბევრად მეტი აქვს დასაკარგი, რადგან რუსეთს აქვს სამრეწველო სექტორი, რომელიც ენჯერ აღემატება უკრაინისას. ამიტომ გაცვლის თვალსაზრისით რუსებს უფრო მეტი აქვს დასაკარგი, მით უმეტეს რომ მათი შემოსავლები ძალიან ცენტრალიზებულია. ამიტომ თუ გინდა ეკონომიკური ზიანი მიაყენო რუსეთს და დააზიანო ის რაც ომს აფინანსებს, არ არის საჭირო მრავალი ტიპის ინდუსტრიის დართვა. საბოლოოდ რუსებისთვის 2 ან 3 მთავარი სექტორია. გაზი, ნავთობი, სასუქები, ზღვის ნავთობ-ტანკერები, ასეთი რაღაცები. აქ სხვა დიდი ბაზარი არ არის, რომელსაც შეგიძლიათ დაარტყა. და იგივე რუსებისთვისაც, რუსებმა რა შეიძლება დაარტყან უკრაინას. ენერგეტიკული სისტემა იქ დაანგრიეს უკრაინაში, დიდი ინდუსტრიები არ არის, მათ არ აქვთ ნავთობის ან გაზის დიდი ექსპორტი. ასე რომ, ნამდვილად 4 წლის შემდეგ რუსებს ცოტა რამ დარჩათ, რაზეც შეუძლიათ ზეჭოლა მოახდინონ. მათ ცადეს, მართლაც ცადეს, დეესკალაციის მისაღწევად ესკალაცია ეს უკრაინის ტაქტიკა უკრაინა. ის რაც პუტინს შეუძლია გააკეთოს არის ფსონი საწევა. თამაში ესეთია, რისკიც ესეთია, კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს, ესკალაციას გამოიწვევს, რომელსაც მეორე მხარე ვერ გაუმკლავდება. მაგრამ გულწრფელად რო ვთქვათ, ეს გამოიწვევს ჩართვას, კონფლიქტის გაფართოებას, რასაც რუსები ვერ შეძლებენ. ასე რომ ბევრი ბარათი აღარ დარჩათ სათამაშოდ. დასასრულებლად, თორემ მე გამეორებად ხვდები არსებითად, პუტინმა უნდა მიიღოს რადიკალური გადაწყვეტილება, კიდევ ერთი მობილიზაცია, რომ შეძლოს ინტენსიური მხარდაჭერა 2026-27 წლებში რომ აიღოს დონბასი და შემდეგ დაასრულოს ეს. და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან რთული პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ მომენტში მისაღებად. ამიტომაც ისინი ძალიან ხოქმანობებენ. და ჩემი აზრით ეს ცენზურის ყველა ნაბიჯი, ბლოგერების დაკავება და დაკითხვა, მათი დასჯა, სოციალური ქსელების ცენზურა და ასე შემდეგ, სწორედ იმისთვის კეთდება, რომ შეაკავონ ეს გარდაუვალი პროცესი. არჩევანი არც მეტი აცნაკლები. წყაროებში ბევრად მეტი ინფორმაციაა, იქ მართლა უზარმაზარი მასალაა, თუ გინდათ შეგიძლიათ თავად გადაამოწმოთ. მადლობა. არის რუსული ტელევიზია, სადაც არის ოლგა სკაბიევა, რომელიც რუსი კომენტატორია და ამბობს, რომ მას აღიზიანებს ის ფაქტი, რომ რუსეთს დასცინიან მოსკოვზე თავდასხმას, ცუდ აღლუმს და ასე შემდეგ. ამათვის სიამაყის ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთის იმიჯის წარმოჩენა მათთვის სიამაყის ფაქტორია. ამაზე სამხედროებიც ამახვილებენ ყურადღებას. საშუალო ბლოგერს ვერ შეუძლია ამას ყურადღება არ მიაქციოს. ასე რომ წადით და ნახეთ ეს რაღაცები, იმიტომ რომ ის ფაქტი, რომ რუსული ტელევიზია ღიად ლაპარაკობს იმაზე, რომ რუსეთს დასცინიან, ან რომ ვერ ახერხებენ დრონების შეჩელებას და ასე შემდეგ, ეს წარმოუდგენელი საუბარია. 1 წლის წინ ამას ტელევიზიიდან გააგდებდნენ და ასე შემდეგ. ჩვენ ასევე უნდა დავიჭიროთ ზოგადი განწყობა. ზოგადი განწყობა ცოტა მოგვაგონებს უკრაინული შეტევის მარცხის პერიოდს. 2023 წელს უკრაინაში ზოგადი განწყობა იყო, რომ შეტევის მარცხზე ლაპარაკი არ შეიძლებოდა. არავის ჰქონდა ამის თქმის გამბედაობა, სანამ რამდენიმე სამხედრო, მათ შორის აზოვიდანაც არ გამოვიდა ტელევიზიაში. და როცა უკრაინელი ჟურნალისტები ეკითხებოდნენ, აბა, შეტევა, ისინი პასუხობდნენ, რა შეტევა? უბრალოდ ვცდილობთ გადავრჩეთ. ეს იყო ტაბუდადებული თემა, არც მეტი, არც ნაკლები, ეს იყო სრულიად ტაბუდადებული საუბარი, რომელიც შემდეგ გადაილახა. ზელენსკისა და ზალუჟნის შორის გამათის შემდეგ და მაშინ როცა ზელენსკიმ გამოაცხადა უკრაინული ციხესიმაგრის სტრატეგია, ანუ თავდაცვაზე გადასვლა და მეტი არაფერი, ესე რომ მათაც ჰქონდათ რთული პერიოდი. კრიტიკული, რადგან შემდეგ მოვიდა. სააგენტოები, ნაბუ, საპო, კორუფციის, პასუხისგებლობის და სხვა საკითხებზე საუბარი და ასე შემდეგ.
რუსებს ახლა თავისი აქვთ, მათ უკვე ერთი ჰქონდათ 2022 წელს. თუ გახსოვთ საწყისი ოპერაციის ჩავარდნა, რამაც შემდეგ მობილიზაცია გამოიწვია მილიონი რუსი, რომელიც გაიქცა. გახსოვთ? მატარებლები, რომლებიც გარბოდნენ, მანქანების კოლონები, რომლებიც მარჯვნიდან და მარცხნივ გარბოდნენ. მათ თავი მოიწესრიგეს. უკრაინაში სიფესტის ჩავარდნის შემდეგ, ანუ მე ვაივი დავაკეთე უკრაინული შეტევის ჩავარდნის შემდეგ, ჩანდა რომ ომი უკვე ბევრად იოლად გაგრძელდებოდა. და მართლაც გაიზარდა რეკრუტირება, გაიზარდა კომერციული შეთავაზება და მათ შეძლეს 2 წლის განმავლობაში შეტევის მართვა. ეხლა ისინი ისევ დაღმავალ ფაზაში არიან, რომელიც შეიძლება მხოლოდ კიდევ უფრო გაძლიერდეს. რუსეთის ჩართულობა. მაშ ბატონებო, მე ყველაფერი გითხარით, კარგ შაბათ-კვირას გისურვებთ, კარგ კვირადღეს და შეხვედრამდე მომავალ კვირაში. გარწმუნებთ, რომ ამ 2 საათში მხოლოდ იმ ინფორმაციის 30% მოგიღევით, რაც შევაგროვე. რატო ამდენი? შემდეგ საბოლოოდ სამხედრო ბლოგერები ხშირად იმეორებენ თავიანთ კრიტიკას. თუმცა ვისაც სურს რუსების მიერ გამოთქმული კიდევ უფრო მეტი მოსაზრება მოისმინოს, ბუნლები აღწერაშია მოცემული. მალე შევხვდებით.